საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო მსმენელებო, მაყურებლებო, ეს არის რადიო სივრცე FM 98.5, ეს არის დიდი სივრცე გეოპოლიტიკური შოუ, რომელიც გადის სტრიმში, რომელიც ყოველთვის გადის პირდაპირ ეთერში. ჩვენ კვლავ ვართ ეთერში, ვინაიდან დღეს პარასკევია, დღეს ახლა ამ წუთას არის 19 საათი და 8 წუთი და ძალიან საინტერესო, ძალიან კვალიფიციური დუეტი, როგორც ყოველთვის პრინციპში ყავს, მაგრამ რა არის განსაკუთრებული ამ ყველაფერში? არის განსაკუთრებული ის, რომ დღეს ეთერში არის ქართული პოლიტოლოგიის პატრიარქი, კიდევ ერთხელ ვამბობ ამას. ბატონი რამაზ აყვალიძე კი აპროტესტებს იმას. უკვე წლების არ ვიცი 20 წლის განმავლობაში ფსიქოლოგ რამაზ აყვალიძეს ყველა მოიხსენიებს როგორც პოლიტოლოგს. ბატონი რამაზი ამას აპროტესტებს, მაგრამ ბოლო ხანს უკვე ამის ძალაც აღარ აქვს, რომ ეს გააპროტესტოს. ფაქტის კონსტატაცია ვახდენ ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ აყვალიძე. და ძალზე საინტერესო მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციალური მოაზროვნე, ძალიან გონიერი და ძალიან ორიგინალური მიდგომების მქონე ადამიანი, მიდგომებში გულისხმობ პროცესების ანალიზს, ოთარი ჭულუხაძე, რედაქტორებს თხოვ ჭულუხაძე დაიმახსოვრეთ, ესე იგი და აღარ დაუშვათ შეცდომები. როდესაც ვანთავსებთ ვიდეოს YouTube არხზე, სხვათა შორის YouTube არხთან დაკავშირებით. გთხოვთ დაალაიქოთ, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებელი მედია საშუალება ვართ, ზოგიერთი პაბლიკი კი ცდილობს რაღაც ეჭვის ქვეშ დააყენოს ეს გარემოება. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რესურსები. ამ რესურსის კონვერტაცია ხდება მათ შორის თქვენი ლაიქების და კომენტარების მეშვეობით, ამდენად აქტიურად დაალაიქეთ, დააკომენტარეთ ჩვენი ვიდეო და მიიღეთ აქტიური მონაწილეობა განხილვაში ამ დღევანდელი მათ შორის დღევანდელი გადაცემის. ასევე შეგახსენებთ, რომ ვიდეო განთავსდება მოგვიანებით YouTube-ში, არის ახლა Facebook-ზე, ჩვენს გვერდზე სივრცეები და რადიო სივრცე შესაბამის გვერდების მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს და მოკლედ აი ამ შესავალის დასრულებისას ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მანამდე კი მოკლედ გაგაცნობთ, ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში, სხვათა შორის. ის დანაპირი, რომელზეც გეუბნებოდით, რომ აუცილებლად ჩაუშვებთ მეორე გადაცემას, ჩვენ უშვებთ მართლაც მეორე გადაცემას. მეორე გადაცემა სახელწოდებით ეპშტეინის კუნძული. სადაც ჩვენ განვიხილავთ გლობალურ პროექტებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კონსპიროლოგიურ თეორიებს, რომელიც ხშირად ვიმეორებ ამას და ვამბობ. გაცოცხლდა ბევრი კონსპიროლოგია, ანუ ის რაც წარმოუდგენელი ეგონა კაცობრიობის დიდ ნაწილს არის რეალობა. აი ამაზე ვისაუბრებთ გადაცემაში, რომელიც გავაკვირა დღეს და ძალიან ამასთან დაკავშირებით ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თქვენი შეფასებები. მოგვიანებით ჩვენ ზუსტად დავადგენ თუ რომელ დღეს გავა ეპშტეინის კუნძული. ამდენად აი ეს დავანონსე ეს გადაცემაც. რაც შეეხება აი ამ კვირის მოვლენებს. მინდა შემოგთავაზოთ შესაბამისი სლაიდი, ჩემს რედაქტორებს და პროდიუსერებს ვეუბნები, რომ გჭირდება ტრამპის და სის ეს გადასარევი კოლაჟი და რასთან დაკავშირებით. დღეს ჩინეთი აკეთებს შემდეგ განცხადებას, ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო. ამერიკის შეერთებულ შტატების პროდუქტებზე დამატებითი გადასახადების დაწესება 12 აპრილიდან არის განსაზღვრული და ეს გადასახადი გაიზრდება 84%-დან 125%-მდე. ანუ ჩინეთი არაპირებს დავი დაუბასე იქ უკვე ჩარია მეგონი ნათქვამი და საინტერესოა რითი უპასუხებს ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ჩინეთმა აქვე აღნიშნა შემდეგი
ამერიკის შეერთებული შტატების იგნორირებას ანუ მოახდეს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის იგნორირებას იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გაუზრდიან ტარიფებს აქ ხო ეჯიბრებიან ერთმანეთს ეზომებიან რაღაცეებით ერთი კვირის განმავლობაში და ესე იგი ძალიან საინტერესოა აი ეს დრამატურგიაც ის რომ ჩინეთი არ დანებდება ეს არის ძალიან არ ნებდება არის ძალიან საინტერესო მე არ ვიცი ახლა ელოდებოდა ამას თუ არა ტრამპი ჩემი აზრით ტრამპისთვის ეს არისო მოულოდნელი რეაქცია და ამასთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამერიკულ ერთ-ერთ მედია საშუალებასთან შემდეგ კომენტარს ახდენს. აბა, გაუშვათ. The problem is that in this scenario, to use your metaphor, the US has the bigger gun, and so China ends up having more to lose from this trade war, doesn't it? You know, it can't sustain the loss of 15% of its export market, i.e. what you export to the US. Not at all. China is fully prepared to fight to the very end. კი მაგრამ თქვენ კარგავთ უზარმაზარ ბაზარს. თქვენი საექსპორტო მოცულობის 50% არის ამერიკული ბაზარი. და აი რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით? ხო და ჩინელი პასუხო შემდეგს. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩინეთი 5000 წლის განმავლობაში არსებობს და ამ დროის უმეტესობაში ამერიკის შეერთებული შტატები არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ გადავრჩით. თუ შეერთებული შტატები ჩინეთის დაშინებას ცდილობს, ჩვენ ამ სიტუაციას ამერიკის შეერთებული შტატების გარეშეც გავუმკლავდებით და მომდენო 5000 წლის განმავლობაში ვიარსებებთ. აი ესეთი ჩინური პასუხი გასცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. შემდეგი ვიდეო, რომელიც არის ძალიან ნიშანდობლივ და ძალიან საინტერესო, ეს არის ჯორჯესკუს, ანუ აი ეს განდევნილი გაუქმებული კანდიდატის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან. გთხოვთ გაუშვათ ეს ვიდეო. Everybody knows that was a foreign intervention and particularly from Secretary of State. ეხლა ვაც ჯორჯესკუ როვის ავთენტიკა ანუ მასალის ვერიფიცირება მოახდინოთ. ეს ვიდეო არის გავრცელებული და ამდენად ბუნებრივი არანაირი ფეიკი ეს არ არის. მოკლედ ჯორჯესკუ ამბობს შემდეგს, რუმინეთში მთელი სისტემა 100% კონტროლირდება გარეშე ჩარევების მეშვეობით. ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებამდე მას აკონტროლებდა ენტონი ბლინკენი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ხოლო ახლა ტრამპის ადმინისტრაციის დროს მას სრულად აკონტროლებს საფრანგეთი, კერძოდ კი ამჟამინდელი პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი შეგვიძლია ვთქვათ, თავისუფლ მარიონეტი, აბსოლუტურად კატასტროფული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ყურებით ჩანს და იქ ბევრი სხვა თეორია ამ სხვათა შორის ამაზე ვისაუბრებ, ვილაპარაკებთ ჩვენს ეპშტეინის კუნძულზე. იქ ძალიან ესეთი საინტერესო მასალებია მის მეუღლესთან დაკავშირებით, ანუ დღემდე ვერ დაუდგენიათ სქესი ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში, ამერიკაში რეაქტიული გამოძიებები ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, ამჟამინდელი პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთის აკონტროლებს რუმინეთს და აქვე ახსენებს სანდუს, მოლდოვეთის პრეზიდენტს, რომელმაც ასევე მოაქცინა თავის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის გაგაუზიის, ესე იგი, იქ ავტონომიური რესპუბლიკა არის, ჩვენ წინა გადაცემაშიც ვილაპარაკეთ, ეს არის ტურკულენოვანი, ანუ გაგაუზები არიან თურქული ტომი, რომლებიც არიან მართლმადიდებლები, ეს კაზუსები ძალიან გავრცელებულია სხვათა შორის, აი პონტო ლიბერძნების აქცენტება ამასთან დაკავშირებით, როდესაც ენა და სარწმუნოება თითქოს და არ ემთხვევა ერთმანეთს. მოკლედ, თლიანად რუმინეთს აკონტროლებს ევროპა და საფრანგეთთან ერთად ესეთი მოლდოვა, რომლის რეინტეგრაციასაც ცდილობს რუმინეთი. აი ესეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე. მოკლედ, დავამთავრე ეს მიმოხილვა და ამასთან დაკავშირებით მაგ
ესეთი კითხვა ორივე ჩვენს სტუმართან. რა უნდა დონალდ ტრამპს? აი, როდესაც ანგრევს ამ გლობალურ ეკონომიკას და აქვე ქვეკითხვა, ხედავთ თუ არა აი ამ დესტრუქციაში და აშკარად არის ტრამპი დესტროერი, გამანადგურებელი ამ წესრიგის, გლობალური ლიბერალური წესრიგის და გლობალური ლიბერალური შემთხვევით არ ვიხსენებია. მიგაჩნია თუ არა რომ ამ ეკონომიკურ გლობალურ დივერსიაში, რასაც ტრამპი დღეს ახორციელებს, არის პოლიტიკური მდგენელი. ბატონო რამეს მოდი თქვენი დავიწყოთ. უპროსობის ნიშნით ალბათ შემსგან წამოვიდა, მაგრამ კაია, მე ჩვენ შეგვიძლია გადამისამართება, ბატონო არ მოგერიდოთ. მეცი ამონებით მოგკი. არა გენცელია. მაგითო არ მეთქვია რომ თქვენ დაიჩაგროთ ამი. დაიჩაგროთ, იმიტომ მოგახსენებთ რომ მთელი მსოფლიოს ის კითხვა რაც ბატონო ძანა რომ რა უნდა ტრამპს არის წითელხაზად გაზდებს მთელ მსოფლიო პუბლიცისტიკას რომ რა უნდა და ბუნებრივია ვერსიების ენრაოდენობა და შემდეგ და შემდეგ და ნუ ერთ-ერთი კითხვის ნიშნების ერთ-ერთი ჯგუფი არის აი ამ ტარიფების პროცესთან დაკავშირებული, ხო? და გაუგებრობების კიდევ ერთი რიგი, იმიტომ რომ ამერიკის ეკონომიკა ინგრევა თვალსაჩინო. და გუშინ თვალწები იყო სწორედ სატელევიზიო ტელევიზიიდან შეუტიეს ბიზნესმენებმა, იმიტომ რომ სხვა საშუალება ვერ ნახეს. რა შვებია, ისეთ ბიზნესმენ მილიარდელები, რომლებსაც გას ამერიკა. და ნუ შედეგად თვლიან, რომ მათი ამ შეტევის შედეგი იყო, მაგრამ ნუ ტრამპმა გააჩერა აი ეს ცვლილებები ტარიფებში. 90 დღიანი მორატორიუმი დააწესა ყველა ქვეყნისთვის გარდა ჩინეთის. ხო, ნუ ვის ლოიალურობა, ანუ არ დააწესა კონტრტარიფები და ასე შემდეგ, ბატონო. ესე რომ გაუგებრობა არის სწორედ მაგითო რომ კარგი, ნუ დანარჩენი ქვეყნები არ აინტერესებს და გადაუვლის ტანკებს. ამერიკას აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამერიკა და მის გვერდით ყოფი მასკი არის დაზარალებულებს შორის, ხო? 90 მილიარდი, მე ცოტა რაღაც ამოიღო ეს მას შემდეგ რაც მორატორიუმი იყო გამოცხადებული, დღეს ბირჟებმა ისევ დაუკლეს და ნუ მოკლედ მნიშვნელოვანი დაახლოებით 50 მილიარდიან წაგებაშია. მარტო. არა მხოლოდ მასკი, პრაქტიკულად ყველა, Microsoft-ი, ყველა, ანუ ერთადერთი ადამიანი. და ეს ადამიანი ღირს იმის რაღაც რომ მიუძღონათ ჩვენ ერთი ორი სიტყვა, ანუ არის ბაფეტი, რომელიც 90 წელს არის გადაცილებული. ამ კაცმა, ეხლა მე ვაკვირდები 2 წლის განმავლობაში, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო განსაკუთრებით, მათ შორის ესე იგი ამ საბირჟო აქტივობებზე, ეს კაცი 2 წლის განმავლობაში მიზა მიმართულად ყიდდა აქციებს და გადიოდა როგორც სლენგზე, როგორც ამბობენ ბროკერები და ის ვინც ბირჟაზე თამაშობს, გადიოდა კეშში, ანუ ნახტ ფულს ინახავდა და ერთადერთი ადამიანი ამ ათეულში, ვინც მოიგო არამც თუ რაღაცა დაკარგა, ან შეინარჩუნა, მოიგო პლუსში, აი იყო ბაფეტი, უორენ ბაფეტი. ძალიან საინტერესო. და აი ამ საინტერესო მოვლენებს უკაცრავად მე გაგაწყვეტინეთ, უბრალოდ მასკმა პირველი, ანუ მიმომხილველებისთვის საინტერესო იყო ის, რომ პირველად დაფიქსირდა შიდა დაპირისპირება ტრამპის გუნდში, როდესაც მასკმა ამ იდეის ავტორებს, ამ სატარიფო ომის ერთ-ერთი ნავაროს ინიციატორს უწოდა იდიოტი. თუ stupid, თუ დეგენერატ მოკლედ რა. და ტრამპმაც ცოტა ხანს იმუშავებს და წავამერს სახში და აი
იმედი მისცა. ხო, არა, მართლაც საინტერესო პროცესია და მაგიტომ ღიმილით გადავწყვიტე ამ ღიმილით გადიხარ ცალა ვერც? მაგრამ რა ხან ძველი ბებერი ხარის არ რქებიცაო, ამ რქებს შემოგთავაზებთ იმ ხრივშო. სწორედ ამ დღეებში ჩეხი ეკონომისტი, რომელიც აღმოჩნდა ამერიკაში მერე, იმიტომ რომ ჩეხეთში თანამდებობა კი ეკავა, მაგრამ მოყვა წნეხის ქვეშ და წავიდა ამერიკაში. იმის ტექსტებში ხა მე სიღრმეში ვერ შევალ ეკონომიკური სადია წიაღსვლები. იმის ტექსტებში იყო ერთი ასეთი საკითხი. რეფორმას კი ატარებს ტრამპიო, მაგრამ დენ სიაოპინის რეფორმას ატარებს თუ გარბაჩოვის რეფორმას. ეს დადებული იყო და აშკარად ეხლა მოაზროვნე ბუნებრივია ერთიც იცის და მეორეც. და ისიც ბუნებრივია რომ გარბაჩოვის რეფორმის მიმართ იმან მიაყოლა მე ეს ფრაზაც რომ დენ სიაოპინმა აყვავა ჩინეთი დღემდე ვხედავთ და გარბაჩოვმა დაანგრია რუსეთიო. რუსეთი ჯანდება, საბჭოთა კავშირი დაანგრია. ხო, ხო ერთ ჯანდაბას არა, მე საერთოდ დიდი ეჭვი მაქვს რომ რუსეთი გადაარჩინა გარბაჩოვმა. აი ამ საბჭოთა კავშირის დანგრევით რუსეთი გადაარჩინა გარბაჩოვმა. თუ გავითვალისწინებთ იმ დოტაციებს, რა დოტაციების იხარჯებოდა საკავშირო რესპუბლიკებზე, თვალსაზრისით კი. საკავშირო რესპუბლიკები და აღმოსავლეთის ევროპა კი ბატონო. მე მახსოვს რომ აქტიურად აღმოსავლეთი ანუ ვარშავის პაქტში და ეგრეთ წოდებული როგორი იყო ესე იგი ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირი რომელიც იყო გაერთიანებული მთელი სატელიტები საბჭოთა კავშირისა ყიდულობდნენ კაპიკებში ბუკვალური მნიშვნელობით ნავთობს და მე რეექსპორტის მეშვეობით დასავლეთში ყიდნენ და ამით ახლა დიდ ფულს აკეთებდნენ პრინციპში. ეს მხოლოდ ერთი ნომინაცია. და დავამატებდი ანთროპოვის დროს და მან საინტერესო კვეთა არის ქართულ სინამდვილესთან. სალომე ზურაბიშვილის ნათესავი. ზურაბიშვილი ფრანგული ვარიანტი აღარ რომელმაც გამოაქვეყნა წიგნი და მაღალი დონის პოლიტოლოგია არის ფრანგულ სინამდვილეში იყო მე მგონი გამოაქვეყნა წიგნი 70-იან წლებში იმაზე ნამდვილად სალომე ზურაბიშვილის ნათესავია თუ მაღალი კლასის პოლიტოლოგია უფრო რომ დაიგრევა საბჭოთა კავშირია და როგორც კი დადგა ეგ საკითხი ყველას გაახსენდა ეს ქალი დანკოს ზურაბიშვილი ქმრის გვართან ერთად. მე თვითონ მის მშობელს გორკის მოთხრობა უყვარდა. საინტერესო რა არის რომ ამ წიგნი ვნახე რუსულად თარგმნილია დანკოსი და მოიწვიეს იქ შეხვდნენ ჩინმედლებით გაავსეს რუსებმა ეს ქალი რატო და საფსი არის ეს წიგნი სოციოლოგიური დემოგრაფიული გამოკვლევებით გეგონება მეცნიერის ის არის და არა პოლიტოლოგიის ანუ აკადემიური საიდანაც დანკოსი ეკეთებს დასკვნას რომ 90-იან წლებისთვის არმია გახდება მუსულმანური გენერალიტეტი გახდება მუსულმანური. დემოგრაფიული ფაქტორიც. მე ძალიან ბუდოვნად მახსენდება ეხლა. ეს არის ქალბატონი, რომელიც მე მგონი სკანდალიც იყო საფრანგეთში, ამ ხილეს კავშირებში სულ ხო კაკებესთან, ანუ უშიშროების კომიტეტთან და თითქოს და ეს ნაშრომი მათ შორის იყო ანდროპოვის მიერ შექმნილი საიდუმლო ჯგუფის მასალებრივი კვლევითი ლაბორატორიის საფუძვი კი ბატონო. კი.
ისე რომ ძალიან საინტერესოა ეს, კი. რაღაც ხაზი მწიფდებოდა ანდროპოვის დირიჟორობით 40%-ს ანუ აღწევდა არა მხოლოდ ჯარში, არამედ საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დემოგრაფია, კი ბატონო, კი. ესე იგი გამოდის, რომ თუ კი ამ სამხედრო ფაქტორსაც გაითვალისწინებ, რომ რუსეთი გადასარჩენი იყო. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეკონომიკას ანიავებდა, ეფექტური მოდელი, კი ბატონო, კი. ამავე დროს შეიძლება მცირე პატარა ძმის როლში აღმოჩენილიყო ძალიან ცოტა ხან. ისე რომ გარბაჩოვის დანგრევამ პოზიტიური როლი შეასრულა. ძალიან ამიტომ არის საინტერესო ბატონო რამასთან საუბარი, ვინაიდან ეგ წიაღსულები ისტორიული და სხვათა შორის აქ არის გარკვეული პარალელი, არ არის ისტორიული ლოგიკური ისტორიული და გარდა ამისა ეხლა თუ კი რაღაც მოვახდენთ გენერალიზაციას ამ თანამედროვე პროცესზე, ხო? ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მოტივი, როდესაც ტრამპი მოდიოდა ხელისუფლებაში, რასაც აკეთებს ახლა სხვათა შორის უზენაეს სასამართლოში მოიგო სასამართლო და მიიღო უფლება დეპორტაციის, ანუ ეს ბანდები, კრიმინალური ბანდები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივი არის ის, რომ ეს ბანდები არის ძირითადად სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან, ხო? ამდენად დემოგრაფიული ბალანსი აქ გარკვეულწილად ასევე იცვლება. ეხლა ტეხასს თავი რო დავანებოთ, დანარჩენ შტატებში, ნიუ-მექსიკოში მაგალითად, ხო? ნევადაში მე მგონი თუ არ ვცდები, იქ უკვე ფლორიდაშიც მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის არის ესპანურენოვანი. კათოლიკური ეს არღვევს გარკვეულწილად აი ამ რელიგიურ ბალანსს, მიუხედავად რომ ბაიდენი ნომინალურად იყო კათოლიკე. მოკლედ ეს არის ძალიან საინტერესო მოსაზრება, მაგრამ რა მხრივ მაინტერესებს ისეთ კიდე რომ მომეჩვენა ამ ფონზე, ამ ცოდნის ფონზე, რომ შეიძლება დაანგრიო ისე რომ გაწყობდეს იმებში კომერციაში არის ხოლმე თავის ქონებას წაუკიდებს, იმიტომ რომ აწყობს მე ამითი რაღაცას. შეიძლება ტრამპის ეს ნაბიჯებიც ეკონომიკის დანგრევა არის, იმიტომ რომ აწყობდეს. მithumetes რომ კომენტარებიც არის რაღაც ნაწილის პესიმისტური, მაგრამ არის ისეთიც, რომ ამ ქაოსით რაც ტრამპმა გააკეთა, ამ ქაოსით ტრამპს მიყავს იმისკენ, რომ დააგდოს დოლარის კურსი. და დოლარის კურს თუ დააგდებს, ეს გააძლიერებს ინდუსტრიალიზაციის პროცესს. ექსპორტსაც და ინდუსტრიალიზაციას ახალისებს. ეს კი ბატონო, ამაში აბსოლუტურად და მაშინ გამოდის, რომ ეს ძალიან რისკიანი ნაბიჯი და გარბაჩოვის რევოლუციაც რისკიანი იყო ძალიან. ну, რაც გამოჩნდა იმაში, რომ სანამ პუტინი არ მოიყვანას, ინგრეოდა ის რუსეთიც. შეიძლება ეს ნაბიჯებიც, ტრამპის ნაბიჯებიც, რისკიანი ნაბიჯები იყოს იმისკენ გამიზნული, რომ დაინგრეს, რათა მერე დანგრევის შედეგი ამერიკის სასარგებლოდ ამუშავდეს. ასე რომ ასე ცალსახად თქმა მართლა ძალიან მithumetes ტრამპის პროგნოზისთვის ძნელია, მაგრამ მეჩვენება, რომ პესიმისტები ადრე გაპესიმისტ, ბუნებრივია ახლა ლიბერალებს აწყობთ ის, რომ ტრამპი ლამის უგნურ იმად გამოაცხადა პერსონას, ვიღაცასთან იმად გაიჟღერა, რომ გაუშვათ ეს ტრამპი და მოვიყვანოთ ის ვენსი ქემაინც დალაგებულია. ანუ ვენსის რადიკალიზმიც კი აწყობთ, ოღონდ აღარ იყოს ეს გაუგებარი მოვლენები. არც ერთია გამორიცხული, არც მეორე ამერიკული სინამდვილისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ტრამპი ბევრი სირთულის შემქმნელია. თქვენი კითხვა იყო პოლიტიკური მოტივი ურევია თუ არაო, აი ეს ეკონომიკური პოლიტიკა მომეჩვენა, რომ შეიძლება ურევია, თორე აი ის პოლიტიკური მხარე,
რასაც გულისხმობს ტრადიციულად გეოპოლიტიკა არის მაგალითად, ხო? ის მე მგონი ჯერჯერობით ბუნდოვანია ტრამპისთვის, ნუ ერთ-ერთი უკრაინას მისდევს. იმასაც მისდევს, იმიტომ რომ ლიბერალების სახსრები შეამციროს ომიდან ამოღებული, თორე დანარჩენი თვალსაზრისით გაჩერდა ორბანია, რომელიცაც აპირებდა ევროპაში საყრდენის შექმნას, ორბანიც მიივიწყა. ანუ რაღაცნაირად ჯერჯერობით დავიწყებული აქვს დიდი გეოპოლიტიკური არსალია ჯერ ორბანისტვის. ხო, არა. და ამიტომ მე გარდა ეკონომიკური პოლიტიკისა ჯერჯერობით ტრამპის მოქმედებაში ეკონომიკური და კიდევ ლიბერალებთან დაპირისპირების პოლიტიკისა სხვა მოტივს ვერ ხედავ. მე უბრალოდ აქ დავაზუსტებ, რათა ოთომ ფოკუსირება აი ამ ასპექტზე მოახდინოს. ანუ როდესაც ვამბობდი შესაძლო პოლიტიკურ მდგენელზე, გულისხმობდი რას? ჩვენ მეტნაკლებად, ну ჩვენ ახლა ასაკით გვეკუთვნოდა რაღაც გარკვეული მარქსისტული დებულებების, ფუნდამენტური დებულებების ცოდნა და ოთო ფილოსოფოსია და ამიტომაც ამ თაობაში სხვათა შორის ინტელექტუალები არიან პოსტ ან ნეომარქსისტები. და ძალიან ბევრი არის ესეთი სასიხარულოდ მინდა აღვნიშნო, ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ოთარი ამ თაობის და როდესაც საუბრობდი ამ პოლიტიკურ მდგენელზე, უწინარესად რას გულისხმობდი? ხო არის ბაზისი და არის ზედნაშენი, ხო? ჩემი აზრით, ზედნაშენი არის ლიბერალიზმი და ბაზისი ეკონომიკური არის მონეტარიზმი. და სწორედ რომ მონეტარიზმს ანგრევს ტრამპი, რათა ზედნაშენის კატასტროფა, ეროზია მიაყოლოს. ეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას მაგალითად? ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ მოდი ესე ექსკურსი რო გავაკეთოთ მცირე ამ ტრამპის, ასე ვთქვათ, სატარიფო ომების, ასე ვთქვათ, reason რაც არის, ხო, ასე ვთქვათ, საზრისი რაც არის, ხო? ეს არის პრინციპში, ანუ მართალი ბრძანეთ თქვენ რაც საუბრობთ საინტერესოდ, ეს არის ინდუსტრიალიზაციის წახალისება, იმიტომ რომ მისი საბაზისო ამომრჩეველი არის აი ეს ვთქვათ, ხო, რედნეკები ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ესე დავარქვა საშუალო პროლეტარიატი. ხო, ანუ ორველი პროლებს ეძახდა. ხო, ანუ ასე ვთქვათ, რაოდენ ოქსიმორონიც არ უნდა იყოს ამერიკული პროლეტარიატი. რაც თავისი აზრით ალბათ არის მაინც ოქსიმორონი, თუმცა მოკლედ ანუ ესეთი ჯიგარი, თერთკანიანი ამერიკელი, ასე ვთქვათ, ქრისტიანი, რომელიც შეიძლება პატარა ბიზნესი კონდეს, მაგრამ უნდა რეინდუსტრიალიზაცია, ეგრეთ წოდებული ეს Rust Belt, ანუ ჟანგის სარტყელის დეინდუსტრიალიზაციის ტკივილები ამერიკის ეკონომიკაზე ჯერ კიდევ მოქმედებს და ტრამპის ელექტორალური ბაზა არის ეს. ახლა რას აკეთებს ეს ამისთვის, ხო? მან შემოიღო სატარიფო ომი ამისთვის და ასე ვთქვათ, საზრისი არის ესეთი, რომ ამერიკამ ერთგვარად უნდა ანუ ტრამპი არის მე-19 საუკუნის ერთგვარი კვლავ შემოbrunება ისტორიულ სცენაზე, ხო? და ამ შემოbrunებაში ჩანს ის, რომ ამ პერიოდში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მეტნაკლებობით იყო ხანდახან იყო სრულად 100%, როდესაც ფედერალური შემოსავლის 100% ხან 90 იყო არა გადასახადებიდან, არამედ საკუთრივ უცხოეთიდან შემოსული ტარიფებიდან. ანუ ეს არის good old, ასე ვთქვათ, მიდგომები, ანუ ძველი კარგი თვითონ ტარიფების იდეაც დიახ არის, ასე ვთქვათ, ამ ძველი, ასე ვთქვათ, პრაქტიკების აღორძინება არის. მაგრამ ამას თან უბრალოდ ერთგვარად იჭედება, შეიძლება ითქვას იმაში, რომ პარალელურად ამ ტარიფების ომისა, ხო, რაც მისი აზრით მცირევადიან ასე პერიოდში გამოიწვევს ხადია ამ სამოხარებო საგნების ფასების დასდა შეიძლება გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, ერთგვარი უკმაყოფილება ინფლაციურ და ასე შემდეგ. მას სურს ასევე აი სწორედ რაც თქვენ ბრძანეთ, დოლარის გაუფასურება და რათა ერთგვარად გადასახადების დაწევით და ტარიფების აწევით, ასე ვთქვათ, შემოიღოს, ანუ ინდუსტრიალიზაციის დამატებითი ტრიგერები, მამოტივირებელი ფაქტორები გააჩინოს. თუმცა აქ და იმასაც იძახიან, რომ ეხლა რომ შემოიყვანო ეს საწარმოები, ხო,
მუშახელი აღარ აქვს. ხო, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, მაგრამ ნახეთ აქ ერთგვარად, აი რასაც ვთქვათ, აი ვერუფაკისი და სხვა შედარებით მემარცხენე კრიტიკოსები ამბობენ, არის შემდეგი, რომ პარალელურად ამისა ტრამპს უნდა შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ, დოლარის როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის ფუნქცია, რომელიც კლებაშია, მაგრამ სადღაც 55-58% ფარგლებში სხვადასხვა დათვლებით არის, მაგრამ თუ რატომ არის ეს ურთიერთგამომრიცხავი ესეთ აუხსნად, ხო, რომ ამერიკის ჰეგემონია, ეს ასე ვთქვათ, ყუპი ძმა არის მისი დეფიციტი, სავაჭრო დეფიციტი. მას ტრამპი ამაზე ამბობს, რომ დეფიციტი უნდა შევამციროთ, მაგრამ სწორედ ეს სარეზერვო ვალუტა რომ არის დეფიციტზე დგას, რატო, ხო? მე ბევრი შემომაგდა ჩემს დოლარით ვჭყიპავ, ასე ვთქვათ, ბერა მსოფლიო ეკონომიკას, იმიტომ რომ მას აქვს ეს უნიკალური სტატუსი, ეს არის ძალით გამყარებული ეკონომიკაში, ეს არის ძალით გამყარებული ნდობა, რომ ესე იგი ამ ძალით გამყარებული ნდობის სიმბოლო დოლარით ჭირდება მთელს ეკონომიკას, რათა ლოკალურმა ნაციონალურმა მთავრობებმა ესენი შეინახონ და ასე შემდეგ. ახლა კრიტიკა, რასაც მემარცხენე ეკონომისტები ამბობენ, არის შემდეგი, რომ ეს როგორ რანაირად უნდა რომ მან ერთის მხრივ შეინარჩუნოს ეს და ინდუსტრიალიზაცია დაბუსტოს, ასე ვთქვათ, და თან შეინარჩუნოს ეს, ასე ვთქვათ, ფედერალური სარეზერვო სტატუსი დოლარის, ამიტომ კლებადია იქ გვახსოვს ჩვენ ასევე რომ მაგალითად 2024-ში ტრამპმა თითი დაუქნია ბრიქსის წევრებს, რომ 100%-იან ტარიფებს დაგადებთო თუ დეინდუსტრიალიზაციის გზას დაადგები და ბრიქსი გაჩერდებო, ესე პირდაპირ თქვა. ანუ მაგრამ აქ ნახეთ რაში არის ესე ვთქვათ ძაღლის თავი დამარხული. ჯერ კიდევ მიუხედავად ამერიკის ეკონომიკის პრობლემურობისა, მას აქვს შუალედი, რომ მაგალითად პირობითად ეხლა თუ არის დეფიციტი, სადღაც თუ არ ვწდები ტრილიონის ფარგლებში, ხო? მას აქვს იმისი ფუფუნება, რომ კი დეფიციტი ჩამოიყვანოს რაღაც მარჟამდე, თქვათ 300-700 მილიონზე, ანუ დეფიციტსაც დაარტყას, მაგრამ თუნდაც ის მცირე კლება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ექნება დოლარს, თქვათ 58-დან პირობითად ჩამო 50-მდე, რაც შეიძლება არც მოხდეს მისი პრეზიდენტობისას, მაინც ეს რაღაცა იმ მცირე პოპულისტურ ბუსტებს მიცემს საშუალებას, რომ ანუ ის რაღაც ინდუსტრიალიზაცია მოვიდეს. კი, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ეს ვარუფაკისი და სხვები მართლები იყვნენ, უბრალოდ მოკლევადიან პერსპექტივაში მას აქვს, აი რაც ვაკამ თქვა, რომ პოლიტიკური პრაგმატული ამოცანა, რომ ის რედნეკი ეუბნება, რომ შია მინდა საწარმო და ეხლა შენ დოლარი რომ მე 15 წლის მერე შეიძლება აღარ იყოს თქვა სოფლიო სარეზერვო ვალუტის დომინანტი, თორე ეხლა სხვებიც არის, ეხლა ხო ანუ ის პროცენტულობის კლება, ანუ შევამციროთ დეფიციტი ცოტათი, დაუბუსტოთ ინდუსტრიალიზაცია, ჩამოვწიოთ ტარიფები, რომ აი ეს მოხდეს. ანუ ერთის მხრივ, ანუ ჯერ კიდევ იმ ჰეგემონის კლებად სტატუსის კვლავ ცდილობს, რომ შეინარჩუნოს და აი ამაზე გაატაროს ეს პოპულისტური ხაზი. აი ეს პოლიტეკონომიურად ესეა და ნუ ცხადია ახლა იქ შიდა განხეთქილებებია, ზოგ ჩინეთში იწყობა ვიღაცეების მანქანების ნაწილი და ჩინეთზეც ვიტყვი მაშინ ერთს რომ ჩინეთი ამ ხრივ ეს არის სამაგალითო, შეიძლება მე ალბათ ჩვენ ქვეყანაზეც ვისაუბრებთ, რომ ანუ ეს მიუხედავად იმისა, რომ ეს ძველი შეიძლება ვიღაცა მამაში ძველი ერის რაღაც ცნობური ნათქვამი ამოიცნოს, რომ ჩვენ 5000 წლის ვარ და ჩვენ უფრო მაგრებიო, ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ღვინო არის 8000 წლის. ხო, ანუ მე ზუსტად მე ჩემი აზრით ეს არის რაღაც ძველმა ცივილიზაციების სწავლობენ ადაპტაციას მოდერნულობას და მე ჩვენს ასე ვთქვათ დავარეკლამებ ჩვენ თავს. შეიძლება დაგიმატოთ, ძველი ცივილიზაციები არ ჩქარობენ. დიახ. მე ეს ჩვენს SpaceX-ზე მე მაქვს გამოქვეყნებული ეს სტატია, რომელიც 3 წლის წინ ურბანის ისტორიული ასე ვთქვათ გამოსვლა იყო რუმინეთში, თუ არ ვწდები, ესე იგი უმცირესობებთან, უნგრულ უმცირესობებთან, სადაც მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ თანამედროვე სამყარო აშკარად ის შეიძლება სპიჩრაითერები კარგი ყავს, თანამედროვე სამყარო, ანუ იგულისხმება ჩინური ეს ტრადიციული სამყარო სწავლობს მოდერნიზაციას ვესტერნიზაციის გარეშე. ეს არის ოქროს სიტყვები და ეს წარმართავს ჩვენს ეპოქას. რას ნიშნავს მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე? ეს ნიშნავს, რომ მინდა ტექნოლოგია, მაგრამ მინდა ლაოძიც. მინდა ვთქვათ რაღაც რობოტი, მაგრამ მინდა სუმოც. ვთქვათ ესე ძალიან ბანალ მინდა ვთქვათ გაჯეტი, მაგრამ არ მინდა უსამშობლობა, მინდა ღვინო, მინდა ჩვენი ქვეყნის სიყვარული, კონფუცი და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ
სწორედ ეს დასავლეთის დაღმასვლა ასე შპენგლერმა ესე დაანონსა, ეს ძალიან ნელი დაღმასვლა ეს არ იქნება ალბათ რომ ის გადაშენდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დომინანტური როლი, რასაც ცივილიზაციურ ან მოდერნის ეპოქაში ქონდა, ის ამას კარგავს ამ ჩინეთის აღმასვლით, რუსეთი, რომელიც ამ ცივილიზაციას ეკუთვნის, მაგრამ ყოველთვის როგორც რაღაც ველურიზმის ფუნქცია ქონდა, მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, კონსერნები, თავისი წუხილები ამ ცივილიზაციაში როგორ უყურებენ მას. მთელი რიგი ეს მომენტები გარდა ამ პოლიტეკონომიური ფაქტორებისა მუშაობს იმაზე, რომ აი ეს მოდერნიზაცია, ვესტერნიზაციის გარეშე არის რაღაც მოდუს ვივენდი უკვე ამ თანამედროვე, ასე ვთქვათ, აღმავალი კონსერვატიული თუ მათ შორის აი ესეთ დომინანტური ძალებისა, როგორიც არის ჩინეთი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო, რომ ჩემსაც ვიტყვი ახლა ოთარი აღჟღერებდა ტრამპის კრიტიკოსებს. მე მოდით ახლა ადეპტებს დაუბრუნდები. ანუ ბუნებრივია ის, რომ როდესაც ტრამპი ახორციელებს სატარიფო ომს, თანაც გლობალურს და ტოტალურს, ანუ მას არ ყავს მოკავშირე, ევროპაც კი, რომელიც არის შოკში და ფონ დერ ლაინმა ძალიან ზომი კანადა ჩამოიშორა. ნუ კანადა და მექსიკა. ფონ დერ ლაინმაც კი თქვა, რომ კი ბატონო ჩვენც გავჩერდებით, მაგრამ ჩვენ კონტრ-პოლიტიკას ვამუშავებთ და რა თქმა უნდა ამ პოლიტიკას განვახორციელებთ უკვე 90 დღის შემდეგ ტრამპი კვლავ განაახლებს ამ ტარიფების დაწესებას. მაგრამ აქ არის საინტერესო რა, ბუნებრივია ტრამპს და ეს სხვათა შორის ამაში თანმიმდევრულია, როდესაც ამბობენ, რომ არაპროგნოზირებადია, ეს კაცი 20 წლის განმავლობაში ლაპარაკობს ერთ და იგივეს. ამბობს რას? შტატები ხდებიან კვლავ ინდუსტრიული ქვეყანა, რომ ეს რეინდუსტრიალიზაცია იყოს შეცდომა, რომ ჩვენ გვიყენებს ყველა, მათ შორის თქვა რომ დეინდუსტრიალიზაცია. ანუ ცდილობს რეინდუსტრიალიზაციას. რომ ევროკავშირიც კი თურმე იმისთვის იყო შექმნილი, რომ ესე იგი გაიძარცვა ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა. ის რომ და დეინდუსტრიალიზაცია ჩინეთი რა თქმა უნდა ეს ხო ძველი გეგმა რომელიც განახორციელა თქვენ ხო ახსენეთ დენ საუპინი და ამის ავტორი ხო კისინჯერი იყო და არა მხოლოდ ანუ ეს იყო შეგნებული სტრატეგია და პრინციპში აი ამ სტრატეგიამ აი როდესაც ხშირად საუბრობენ მაგალითად მოკლევადიან ან საშუალოვადიან ან სტრატეგიების ან გრძელვადიანი სტრატეგიების დაგეგმარებაში აქაც ხვდებით რომ გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელება აი რატომ მეც ეჭვის ქვეშ ვაყენებ გარკვეულ თეორიებს კონსპიროლოგიის დარგში ჩემი აზრით შეუძლებელია აი ის რომ კისინჯერს რო ცოდნოდა მაგალითად ის რომ აი ახლა მისი პოლიტიკის შედეგად ჩინეთი რომელიც აბსოლუტურად ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა იყო, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მე მგონი 2%-ს არ აღემატებოდა, გამოზარდეს მონსტრი, ნუ საკუთარი თავისთვის. მაგრამ რისი თქმა მინდა? რა თქმა უნდა, აქ არის წინააღმდეგობა. ანუ ერთის მხრივ ამბობს, რომ დოლარი იქნება ძლიერი და ბრიქს უკნებს, რომ თქვენ არ გაბედოთ სარეზერვო ვალუტის ემისია, ვინაიდან დოლარი უნდა იყოს მხარი, მაგრამ თუ კი სატარიფო ომს ახორციელებს, თუ კი სჭირდება მას რეინდუსტრიალიზაცია, მას არაფერში არ სჭირდება ძლიერი დოლარი. მან უნდა მოახდინოს დევალვაცია დოლარის პირიქით. და დევალვაცია დოლარის მათ შორის არის დამოკიდებული ფედერალური სარეზერვო ბანკის სისტემის პოლიტიკაზე. ამიტომ არის რომ მოითხოვა გუშინ თუ დღეს ტრამპმა სხვათა შორის ძალიან საინტერესოა მოითხოვა უზენაესი სასამართლოსგან ნებართვა იმისა რომ მის პრეროგატივაში შევიდეს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის გადაყენება. ანუ პაუერის ორგანიზაცია. რომელიც კერძო ფიზიკურ პირებს ეძა, ანუ იურიდიულ კი მაგრამ კერძო პირები გვარები ხა არ დავას ყველა იცის ამ გვარების შესახებ იქ შეიძლება ხა მსმენელმა მაყურებელმა ჩატში დაგვიწეროს ჩვენც გვითხარით გეტყვით ეპშტეინის კუნძულში მოკლედ ამიტომაც მას ეს მიზანმიმართულად ახორციელებს დარკმებს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე
მას კი პერიოდულად ამბობს, რომ აუცილებლად მოახდენს Fort Knox-ის აუდიტს, ანუ იმ ადგილის, სადაც ძირითადი მარაგი ოქროსი თითქოს ინახება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ტრამპი აქტიურად ახდენს სტეიბლკოინების ლობირებას. ბევრი ეკონომისტი, მათ შორის ის ექსპერტი, ვინც კრიპტოვალუტაში ერკვევა და ბლოკჩეინებში და ასე შემდეგ, ამბობს, რომ შეიძლება მას შემდეგ, რაც ტრამპი განახორციელებს კონტროლს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე, დოლარის ემისია თლიანად ექნება უკვე ფედერალური ხელისუფლების ხელში და ამ დოლარს მიაბავს სტეიბლკოინს, ანუ ციფრული დოლარი გახდება, რომლის ემისიის ექსკლუზიური უფლება ექნება მთავრობას. ანუ როგორც რეალურად ოქროს სტანდარტი, როგორც გაუქმა ნიქსონმა, მაგრამ ეს აბრუნებს ოღონდ არა ოქროს, არამედ დიგიტალურ ოქროს ბჭყალებში. რომელიც ასევე იქნება ამასთან ერთად იქნება უზრუნველყოფილი ოქროთი. ოქროთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი, რომელიც არსებით არის ციფრული დოლარი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მათ შორის ემისიაზე. ანუ ესე იგი ორმაგი, ასე ვთქვათ, ბექაპი, ანუ ბექაპი 1903 წლამდე ასე იყო. ასე იყო, ხო? ამდენად ჩვენ ვხედავთ გარკვეულ შედეგებს. 70 ქვეყანა, ეხლა რამდენად დაეჯერება ტრამპი, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ რბილად რო ვთქვათ, ხშირად აზვიადებს. ტრამპი და რაღაცა, ჯერ 3 დღის წინ თქვა, რომ მე ძალიან ბევრი სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაური მირეკავს და ბუკვალურად კოცნიან უკანალზე და მოკლედ ისინი ბზათ არიან, ჩვენ რა თქმა უნდა მივაღწევ შეთანხმებას. ის ვინც იქცეოდა ჭკვიანურად და კარგად და ჩინეთი უგუნურად იქცეოდა იქვე ამბობს ტრამპი და მისი სხვადასხვა ministrები, ხო? ისინი მიიღებენ გარკვეულ შეღავათს. მოკლედ ძალიან საინტერესოა თუ რა ხდება ესე იგი ამ თვალსაზრისით და ეს პროცესი გაგრძელდება და ამიტომაც ესე იგი ჩვენ ყველანი ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს. ახლა ოტო ახსენა რუსეთი, ახსენა ჩინეთი, modus vivendi, მე მინდა ხა modus operandiზე ვილაპარაკო, ანუ რუსეთთან მიმართებაში. მე მაგ ესე შთაბეჭდილება, რომ კრემლში ეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველ რაღაც 10 წუთში იხსნება შამპანიური. ვინაიდან ეს ომი, რომლის პროვოცირებაც მოახდინა, გლობალური სავაჭრო ომის პროვოცირება მოახდინა ტრამპმა, აი მინდა განახოთ ერთ-ერთი ესე იგი პოსტი. აი ეს არის პოსტი, ესე იგი ვინც ვერ ხედავს, აქ არის აღბეჭდილი რა, სიმბოლურად, ანუ ერთმანეთს ეომებიან ევროკავშირი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ესეთი უდარდელად წამოწოლილი, ყველა პოპკორნი აყრია, კი აკვირდება აი ამ პროცესს. საინტერესო რა არის? ეს ამ პოსტს აქვეყნებს რუსეთი საელჩო კონგოში. და ამაზე მეტად საინტერესო არის ის, რომ მასკი აზიარებს ამ პოსტს და თავის მაილს სვავს, ახახავებს. მასკის მამა რა სიძახის ეგეს? მასკის მამა თურმე პუტინის ფანი ყოფილა, აქ ევროპა საერთოდ შოკში ამასთან დაკავშირებით. მე პუტინმა მოიყვანა. ჩვენ რო ხურო. მოკლედ, აი ეს პოსტი არის ნიშანდობლივი. და რუსეთი პირველად აღმოჩნდა რა ვითარებაში, მანამდე პირიქით იყო. ჩინეთი აკვირდებოდა ამ დაპირისპირებას, რომელიც ხდებოდა რუსეთსა და დასავლეთ შორის. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის ტრადიციულად რა თქმა უნდა და ეხლა მოხდა გადათამაშება, გარკვეული როკირება და ეხლა უკვე დამკვირვებელი სტატუსში, პასიური დამკვირვებელი სტატუსში არის რუსეთი. თქვენი აზრით, ბატონებო, ისე ბატონ რომ ამას თქვენ მოგმართავთ კითხვით, თქვენი აზრით ოთოს მიმართავაში მოდი გააგრძელე მაშინ ოთო, რუსეთი რა პოზიციას დაიკავებს და შეიძლება თუ არა ისარგებლოს რამით მით უფრო დავამატებ კიდევ ერთი ინფორმაცია. დღეს რედკლიფი ჩავიდა პეტერბურგში, შეხვდა დმიტრიევს და სავარაუდოდ პუტინსაც. პუტინი, იმიტომ რომ იქ არის საუბარი მოსკოვიდან რაღაც უცნაური ფრენა, უცნაური ავიამზიდის ხეშად რო ვთქვათ განხორციელდა პეტერბურგში. კარგი. ხო, რუსეთი ასე ვთქვათ რამდენიმე
ასე ვთქვათ, ყოველთვის ესეთ გადაწყვეტილებაში, დიდ გეოპოლიტიკური პოზიციის არჩევაში ისტორიული გამოცდილებები მნიშვნელობს. ერთ-ერთი ჩემი აზრით უახლოესი წარსული და რაც რუსეთმა თუ მათ ასე ვთქვათ გულუბრყვილობაში არ აქვთ, ფეხი ჩადგმული და მე მგონი არ აქვთ, არის ის რომ ისინი ასე ვთქვათ არ გაწირავენ ჩინეთთან ურთიერთობას, ვთქვათ, აი ამ ამერიკის პრეზიდენტის რაღაც ერთგვარი მობრუნები თუ მისთვის დაყვავების გამო. მიზეზი არის მარტივი, იმიტომ რომ ამერიკის პოლიტიკური სისტემა არის ამ რაღაცნაირ თავისებური პლურალიზმზე, ხო, როცა შეიძლება პირობითად ანტიტრამპი ხარ რომ ბაიდენი იქნება ეს ანტიტრამპისტულმა პოლიტიკამ ისევ იმძლავროს, იმიტომ რომ არ არის ხო ისე რომ ვთქვათ ტრამპმა მოიგო და ყველა ვთქვათ 100% ტრამპისტი არის დაახლოებით 50-50-ზე, ანუ პლუს 55-54, მაგრამ ეს შუაშისტი ელექტორატი ყოველთვის გადამწყვეტი არის, მისი მერყეობა არის ესე გადამწყვეტი ერის ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე პირველი ჩემი აზრით რუსეთის პოზიციონირება იქნება რომ ის ჩინეთთან ამ ბმებს არ გაწყვეტს მიუხედავად იმისა რომ მას შეიძლება ეს შიდა ბრიქსული ასე ვთქვათ ის დიალექტიკა აქვს რომ ვთქვათ ჩინეთი მაინც ეკონომიკური წამყვანი არის, მაგრამ რუსეთს თავისი ურთიერთშემავსებლები არიან იმაზით, რომ რუსეთი, როგორც ვთქვათ, სამხედრო პასიონარული ძალა ბევრად აღემატება ჩინეთს, რომელსაც ომი ვთქვათ 40-ზე მეტი წლის წინ ჰქონდა და რუსეთი ხავით ჩვენც ვიცით, რომ 2008 წელს, შემდეგ ყირიმი, შემდეგ ეხლანდელი ომი მისი ჯარის სულომობს და ამ თავისი ასე ვთქვათ ამ ძალის მიერ და ასე ვთქვათ ომის სიყვარულს თუ შეიძლება ითქვას, რაც რუსულ კულტურაში არის ფესვგადგმული, ახორციელებს ამ გეოპოლიტიკურ სცენაზე. არის ასევე არქტიკის თემები, ჩემი აზრით, რაშიც პუტინს წიაღისეული, რაშიც ჩემი აზრით პუტინს ექნება. წიაღისეული და გზა. გზა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეც ლღობადი ასპექტებია და ზევიდან. ხო, ანუ ჩემი აზრით ერთი მომენტი არის ეს და უსაფრთხოების საკითხი, რაც ახლა რუსეთის ასე ვთქვათ სისუსტეა, მისი დასავლეთ საზღვარი, საიდან ვთქვათ ნაპოლეონი და ასე ვთქვათ ჰიტლერიც შევიდა იქიდან და ახლა ყოველთვის ეს ასოციაციები იქიდან აღიძულის რომ აი ეს არის ჩვენი სუსტი წერტილი და ანუ ერთი სიტყვით ის ეცდება რომ ამ თამაში თავისი უსაფრთხოების ამ ამღრეულ თამაში უსაფრთხოების მეტი თევზი ასე ხატოვნად ვთქვა დაიჭიროს ჩინეთთან ურთიერთობა პლუს რეგიონულ ან თავის სამეზობლოში მაქსიმალურად მიიღოს ის ვითარება სადაც მას როგორც მინიმუმ საფრთხე არ შეექმნება, ხო? იქნება ეს ჩრდილოეთ კავკასია და რა თქმა უნდა პირველ რიგში აღმოსავლეთით, დასავლეთით ეს საფრთხე რაც მას უდგას. თუმცა მას ჩემი აზრით მაინც რაღაცა აზრით ის თუ ასე ვთქვათ ცდილობს რაღაც ან ანტიამერიკული სამყაროს ერთ-ერთ ლიდერობას, მას მაინც რაღაცა ტიპის უფრო სოციალური სიკეთეებისკენ გადადგმა მოუწევს. თუ მას აქვს ეს სურვილი, ცხადია, იმიტომ რომ ახლა ვისაც ვთქვათ რიტორიკა იცვლება ხო ახლა იგივე უკრაინას ომში იმის დასაწყისში რუსეთის აბსოლუტური დემონიზება ხდებოდა და გასაგებია რატომაც ახლა უკვე ხდება ისე რომ აი რუსეთი თვითონ ამერიკის პრეზიდენტი ხო და ამერიკის პრეზიდენტი ამბობს რომ მესმის რუსეთის და ის ამბობს მასკის მამა ამბობს რომ პუტინი რა კარიკაცია პირდაპირ ამბობს ხო ანუ არა ჩემშუსაც უყვარს და რაღაც ესეთები ხდება რუბიო აღიარებს რომ ეს არის პროქსი ომი ამერიკასა და რუსეთს შორის და ასე შემდეგ და ანუ ამ ყველაფერში ჩანს ის რომ რუსეთს მაინც აქვს ანუ იმისთვის რომ მან რაღაცა ტიპის ცივილიზაციური ლიდერის ფუნქცია ითავოს მას ასე ვთქვათ მხოლოდ გეოპოლიტიკურ სიბრტყეზე დარჩენა და რაღაცა თქვა სოციალურის მე არ ვამბობ რომ თქვა იქ რაღაც კომუნიზმის ტალღა იქნება მაგრამ რაღაცა ტიპის სიკეთეების უზრუნველყოფისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი და რა თქმა უნდა ჩინეთმაც იმიტომ რომ ანუ ყოველთვის არის ამ მიმხრობისას ხო ყველა გეოპოლიტიკური ძალა არავინ არ არის იდეალური ყველას ნაკლი აქვს როგორც ცივილიზაციური ისე თქვა თვითონ ფსიქოტიპიდან გამომდინარე ანუ შენ როცა უყურებ რომ პირობითად აქეთ იყო LGBT თემა იქ და თქვა რაღაც სიგიჟეები ამერიკული იმპერიალიზმი შეიძლება მავანს თქვა იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ან სხვაგან თქვა რომ აი შეიძლება პუტინი ეგ ხო არ არის მართალი როგორც თქვა ეხა ამერიკის პრეზიდენტი ივე იძახის ხო ანუ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამერიკა მონახავს ძალას და ის თქვა დადგება რაღაცა ანუ დაიბრუნებს ნაწილობრივ მაინც იმ სტატუსს რაც მას ჰქონდა ამ LGBT და ბაიდენის სიგიჟემდე მე რა თქმა უნდა ჩინეთს და რუსეთს ისევ გაუჭირდებათ რომ აი ამ ბალანსში ხო ან პლუს მინუსების დათვლაში რომ
აცდნენ ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკას თქვა სიტყვის თავისუფლებაა, ტაკერ კალსონია, აგერ რეებს იძახია, კენედი საერთოდ რეებს იძახდა ამ იმაზე ვაქცინებზე და აგერ ჯანდაცვის მინისტრი. ესეთი რაღაცეები მავანს თუნდაც ჩვენს ლიბერტარიანელებს მე ხა მათ უყვავებ თითქოს ისე გამომდის რა ესე არ არის რომ იცოდეთ ლიბერტარიანელებო არ გიყვავებთ. ანუ თითქოს ანუ ეს ყველაფერი ნახე და პლუს არ შეეშალოთ ხო ან პლუს მინუსებში თუ მათ რაღაცა ტიპის ეკონომიკური საერთაშორისო რაღაცა სიკეთეები არ დაანახეს თქვათ იმ ბრიქსის ქვეყნებს მაგალითად ჩემი აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში გაუჭირდებათ მაინც ამერიკასთან ბრძოლა. შეიძლება არ გაუჭირდეთ ისე, მაგრამ ეს კოზირი ჩემი აზრით ჩინეთი და რუსეთის ბლოკისთვის უნდა იყოს, რაც მათ უნდა გაააქტიურონ, ჩემი აზრია ეს კონკრეტული ანალიტიკური აზრია, თუმცა მათ შეიძლება სხვა ხედვები ქონდეს გამომდინარე თქვათ ამ თავისი შინაგანი რაღაც კოლექტიური რაღაც მდგენელების. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონოს ვეთანხმები რა თქმა უნდა აწყობილი სცენარი წარმოადგენთ მაგრამ კიდე არის ალტერნატიული ერთი სცენარი რაც ხო იცი ამოგიტიპტივდება კაც ალიანსი ამერიკასა და ჩინეთს რუსეთს შორის კი ჩინეთის თან დაპირისპირებით იმიტომ რომ ჩინეთი კი ხელს უწყობს უკრაინასთან ომში რუსეთს, მაგრამ აწყობს ეს ომი. რუსეთის დასუსტება აწყობს. აწყობს იმიტომ, რომ ციმბირიდან შემოსულია უკვე. 2 მილიონამდე ადამიანია შემოსული ივანოვების და რუსული პასპორტებით. მაგიტომ არის რუსეთი ეწინააღმდეგება კავკასიაზე ჩინური გზის გამოტარებას, იმიტომ რომ აქ ჩინეთის გამოჩენის შინია. ჩინეთმა შეიძლება ჩრდილო კავკასიაც მიაყოლოს იმ ციმბირს. ჩინეთი ტერიტორიებზე მონადირე მონსტრია და ამას უქმე ტერიტორიები აქვს. ისე რომ მათ ურთიერთობაში კონფლიქტი იმთავითვეა ჩადებული აი ამ ლოგიკით ტერიტორიების სიჭარბე დეფიციტით. ამიტომ არ არის გამორიცხული ისევ და ისევ გააჩნია როგორ ითამაშებს იგივე ამერიკა არ არის გამორიცხული თან გაუგორა კოჭი ხედავთ მეტნაკლებად რუსეთს არ არის გამორიცხული ის სცენარიც რომ რუსეთმაც ამჯობინოს ამერიკასთან ალიანსი თუ შეიძლება ითქვას თუ კი ამერიკა მოითხოვს ასეთ გადაჯგუფებას ჩინეთთან ურთიერთობის გამო თუმცა არა გამორიცხული რომ ამერიკამ თვითონ დაალაგოს ჩინეთთან ისეთი ურთიერთობა რომ არც ეს დაჭირდეს რუსეთი თქვა ტრამპმა რომ თუმცა ამერიკის პოლიტიკური სისტემა ხო არ არის ამისი ასე ვთქვათ კონტრარგუმენტი რომ მოვიყვანოთ რომ ანუ შეიძლება კონკრეტულ ადმინისტრაციასთან დაალაგდეს მაგრამ მოვიდნენ ისე ვთქვათ ისეთი ადმინისტრაცია რომელიც კვეთრად ანტირუსული და რუსეთის დაჩოქებაზე იქნება და რუსეთმა რომელმაც ესეთი ბევრი ასე ვთქვათ მწარე გაკვეთილი მიიღო რომ ეს ამბობს პუტინი რომ მე გადამაგდეს და ნატოში მინდოდა შესვლა და მე ტყუილა მალაპარაკე ზელენსკისთან და მე აგერ კიდე ჩამიშალი სტამბოლის მოლაპარაკებები მანამდე მისკი და ანუ ამდენი რომ დაგროვდათ მის სოციალ პოლიტიკურ მეხსიერებაში რამდენად და იცის რომ ამერიკის პოლიტიკური სისტემა არ არის როგორც თვითონ цаრივით რო არის თქვა 25 წელი იქ ხო მართლა ეს წყალიwith არის ხო ეს ამერიკის სისტემა აი რამდენად შეუძლია ხელ პოლიტიკოსებს შორი გათვლები რო არა აქვს ეგეც არის შიგაწვის ძრავაზე ბონაპარტემ უარი თქვა სადვაქ ეხლა მაგის დრო არა და მე ზღვაზე წააგო ბრძოლა გიტლერის ატომთან ურთიერთობაზე რო არაფერი თქვა ამიტომ მე ეჭვება რომ გინდა ამერიკა გინდა რუსეთს და გინდა ჩინეთს ყველაზე ნაკლებად მაგათ აღმოსავლური შორე დროში გაშლა მაგრამ ამათ მე მგონი დღევანდელი კვერცხის ლოგიკა ექნებათ. დღეს როგორ დაალაგდება მათი ურთიერთობები და დღეს ეგ ვერსიაც არის რაც თქვენ ბრძანეთ რა თქმა უნდა და მეორე ვერსიაც არის მაგითია
ქაოტური დღევანდელი დღე, რომ დღევანდელი დღე არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ სცენარების ერთი ჯგუფი დატოვო, მეორე ჯგუფი გადააგდო. თითქმის ყველა სცენარი ჯერჯერობით სალაპარაკო დღეს. კი ბატონო. აფიქრად ვალთ დღეს. ნამდვილად. კი ბატონო, მოდით მაშინ რა კი თქვენც დაიწყეთ საუბარი ჩინეთზე, დაუბრუნდეთ ამ ქვეყანას. და თქვათ შემდეგი, ჩვენ ვიცით, ჩვენ ნახეთ ხო, ეს ჟურნალისტი როგორ ეკითხებოდა ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ნუ თუ ეს ბაზარი, რომელიც ყველაზე მიმზიდველია მსოფლიოსთვის, მაღალი მსყიდველობითი უნარით. ეს თქვენი 50%-ს თქვენი საერთო ექსპორტის შეადგენს სწორედ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მოხმარებლები, სამოხმარებლო ბაზარი. ნუ თუ ეს თქვენთვის არ არის დანაკარგი. ნუ რა თქმა უნდა ხა ისტორიის წიგნი კი 5000 წელი ვარცხებულით ამერიკა ჯერ სად იყო და კი ბატონო ნუ რა თქმა უნდა ხა ყოველთვის როცა გააკეთა ცივილიზაციის უპირატესობა ამ არგუმენტ როგორც მინიმუმ არგუმენტის თქმა და დამაჯერებლად გამოიყურება თუმცა ამ ამერიკელების ბიძაშვილებმა იგივე ჩინეთი ამ ოპიუმის ომები დააზარალეს ეგეც ისე ლირიულად ჩავამატა და ეს ჩინელებს ახსოვთ ხო ეს საერთოდ ხო ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩინეთის ისტორიაში ან ოპიუმით ამხელა სახელმწიფოს და ერის გახსნა დაშლა წარმოუდგენელი პრეცედენტია საერთოდ მე არც კი მახსენდება სხვა ანალოგი თუმცა არის კი რა თქმა უნდა არის კარგით მოკლედ რისი თქმა მინდოდა ანუ ჩინეთი კარგავს პრემიუმ ბაზარს თუკი რაც კონსენსუსამდე არ მივიდნენ და არის ერთ-ერთი თეორია რომ თითქოს და ნუ ამერიკამ თქვა ჰეგემონიაზე და ამიტომაც არ აწყობს ეს გლობალური მოდელი, ვინაიდან ამ გლობალურ მოდელში განწირულია მარცხზე ჩინეთთან. სხვათა შორის უცნაურია თითქოს და, მაგრამ ერთადერთი აქტიური აპოლოგეტი და ადეპტი გლობალური ეკონომიკის არის ჩინეთი. და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ ჩინეთი იგებს რა თქმა უნდა თავისი ინდუსტრია გასაღების ბა ექსპორტ ორიენტირებული ეკონომიკა, ცოტა არის სოფლიოში ექსპორტ ორიენტირებული ეკონომიკა, მაგალითად ევროპაში გამოხატული არის გერმანია, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს. მოკლედ, ცოტა არის და თან იმ მასშტაბის რაც ჩინეთს აქვს. ნუ ჩინეთი პრაქტიკულად ნუ 1 ტრილიონამდე ქონდათ ბრუნვა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მე მგონი შემეშლებოდეს რამდენიმე ათეული ასეული მილიარდი ამ შემთხვევაში არ არის პრინციპული. მოკლედ, ამ თეორიის თანახმად ამერიკელები რა ცდილობენ? ანუ ცდილობენ ბუნებრივია საკუთარი თავის გაძლიერებას, რეინდუსტრიალიზაციას და ამასთან ერთად მაკრორეგიონის შექმნას, რომელშიც გაასაღებენ თავის პროდუქციას, ოღონდ ეს პროდუქცია იქნება მაღალტექნოლოგიური. აი მაგალითად იგივე iPhone-ი. მაგრამ ამ iPhone-ს, ამიტომაც სჭირდება ამ iPhone-ის გადმოტანა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და არა ვიეტნამში აწყობილი. სხვათა შორის ვიეტნამი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თქვა, всё, ნებდები ჩამოდივარ შენთან, ხვალ არის მე მგონი მოლაპარაკება ვიეტნამის პრეზიდენტი ჩადის ტრამპთან და იქ შედგება მოლაპარაკება. მოკლედ, ერთ-ერთი თეორიის თანახმად ეს მაკრორეგიონი არის სწორედ რომ აღმოსავლეთ სამხრეთ აზია. ეს არის ტაილანდი ეს არის ვიეტნამი ამერიკისთვის. ანუ ამ ბაზრის აღება, თავისი პროდუქციის, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გასაღება იმ ბაზარზე, პრემიუმ ესე იგი კლასის პროდუქტის, აი ნუ იგივე, ნუ ფუფუნების აკნები, iPhone-ი და ასე შემდეგ და პირიქით ბილატერალური ურთიერთობა, ანუ ვიეტნამი, ტაილანდი, ფილიპინები და ასე შემდეგ ასაღებენ მას მარკეტს, ეგრეთ წოდება, ანუ საყოველთაოდ პირველი მოხმარების პროდუქტების გასაღება შტატებში და ამით ჯერ ერთი უქმნის პრობლემებს ჩინეთს და თავისთვის ქმნის მისაღებ ეკონომიკურ მოდელს, რომელშიც არ მარცხდება. ამ თვალსაზრისით თქვენი აზრით რა და უთომ თქვა რომ და ვიცით ჩვენ რომ ჩინეთი მიუხედავად იმისა რომ დიდი ქვეყანა მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით, მაგრამ ჩინეთს არ გააჩნია ეს ექსპანსიონიზმის ისტორია. და სხვათა შორის ბევრი ამბობს, რომ თუ ჩინეთმა არ გადადგა რაღაც ნაბიჯი და სხვათა შორის ბოლო ხანს ვრცელდება რაღაც სცენარები, სადაც არის ნავარაუდები ის, რომ ჩინეთმა შეიძლება უეცრად განახორციელოს საკმაოდ ესეთი აგრესიული ოპერაცია ტაივანის წინააღმდეგ, აი
იგულისხმება ეგენი სის ფიგურას დაუკავშირდა გააქტიურება იქამდე საერთოდ არ იყო. მოკლედ, ბევრი მიმომხილველი ახდენს ეს პროგნოზს. თუ ჩინეთმა არ განახორციელა რაიმე ტიპის ბრუტალური მილიტარისტული ოპერაცია, მას გაუჭირდება თავისი პრეტენზიის გამართლებაზე სახელმწიფოს სტატუსზე. აი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ვისთან ბატონ რამოს. გისმენთ მადლობა. ესე იგი, არის ამაში ლოგიკა, მაგრამ მეორე მხრივ ჩინეთის, ასე ვთქვათ, მიმზიდველობაც და ეს მისი არაექსპანსიონისტურობა ისტორიულად მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, შიდა დინასტიური ომებში არ იყვნენ ჩამოყალიბებული, არც სამოქალაქო ომში, თუმცა, ეს არ ვიცი, შეიძლება პირიქით იყოსო, ვთქვათ, ეს რაღაცა ჩინური ხანგრძლივადიანი ეს აზიური სიდინჯის და რა ვთქვათ, გვამი რომ დინარემ უნდა ჩამოატაროს, აი ამ ლოგიკის საწინააღმდეგოდ იყოს, იმიტომ რომ იგივე ჩვენ გვახსოვს ხო, რამდენიმე წლის წინ საინტერესო ქალბატონმა ნენსი პელოსიმ როცა გადაწყვიტა ტაივანზე ესე პროვოკაციული ჩასვლა, ჩინელები, მთელი კაცობრიობა, ასე ვთქვათ, ლაივში ელოდებოდა, ვთქვათ, ჩამოგდებას. ხო, მესამე მსოფლიო ომის ბუკვალურ დასაწყისს. მაგრამ არ მოხდა იქ რაღაც წვნებით, იქ რაღაც თვითმფრინავების გარშემო ფრენით არაბებს გაუტეხეს ჩინელები. ხო, დაკმაყოფილი, ჩინეთი იცდის. იმიტომ რომ რეალურად შეიძლება მოხდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშია ერთ-ერთი ვერსია და რაზეც რომ მუშავდება, ამერიკის რეინდუსტრიალიზაციის, ხელახალი ინდუსტრიალიზაციის ეგიდით მოხდეს ამ ტაივანის, ამ მიკროჩიპების ინდუსტრიების რაღაცნაირი გადასროლა, თუმცა ეს ძალიან სირთულეებთან, იმიტომ რომ ტექნოლოგია, სტაფი და კვალიფიკაციები რამდენად არის ამერიკაში, არის ალბათ, მაგრამ უშუალოდ ამ სპეციალობაზე იმ რაოდენობით რომ ანის დონე დაიჭიროს არ ვიცით, მაგრამ შეიძლება ეს ისე მოხდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საერთოდ უომრადაც დაიბრუნოს თუ მოხდა ეს რეინდუსტრიალიზაცია უშუალოდ ტაივანის ნაწილისა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხადია ტაივანს რამდენად აწყობს ეს არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ რეინდუსტრიალიზაციის ლოგიკაში შეიძლება ტაივანი ისე მოხდეს, რომ თქვათ ჩინეთმა ომის თუ სამხედრო ესეთი უშუალო ბრუტალური სამხედრო ძალის გარეშეც რაღაცნაირი კონტროლი დაიბრუნოს, თქვათ, აი ამ ის რასაც ის მიიჩნევს თავის ისტორიულ ნაწილად, რა ესე ვიტყოდი. კი ბატონო. არის კიდევ ერთი სცენარი, მე ხო სცენარის დამატებებზე ვმუშაობ. ჩინეთს როგორც წესი პრეტენზია აქვს აღმოსავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ არც ამერიკას დააკლოვდა იქ, მაგრამ აღმოსავლეთის ნომერ პირველი რო იყოს, მაგის პრეტენზია აქვს, ამიტომ ის მოდელი, რომ დაუშვათ აღმოსავლეთი ამუშავდეს ამერიკული გავლენით მინუს ჩინეთი, აი მაგის საშუალებას ჩინეთი არ მეცემს. იმიტომ რომ იქ თავისთავად ეგულება. ამიტომ უფრო მეჩვენება, რომ რაც ითქვა, რომ სამხედრო ტიპის გამოვლინება ჩინური პოლიტიკისა, აი ამ შემთხვევაში იქნება თუკი მის აღმოსავლურ ამბიციებს რამე დაემუქრება. უფრო შორს არ წამოვა, რადგან ჩინელებმა არაერთხელ თქვეს, რომ აქამდე მოვედით ისე, რომ ძირჟავა გავხდით თოფის გასროლის გარეშე. ვეცდებით, რომ ვიყოთ მასევე. მართლა მდინარეს დაუცდიან. თუ არ მოიტანა ამ მდინარემ მტრის გვამი, მე რა შვებია. და თუ ისე ადიდდა, რომ აქეთ ამათი გვამებს გამოეკიდა, რა თქმა უნდა, არის ეგ გამოცდა არის ჩინეთის წინაშე. მანდაც მე მგონია, რომ ისევ და ისევ ამერიკული თამაში არის ძალიან საინტერესო, რაც ჯერჯერობით სახე არ მეუღია ამერიკულ პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებაში. თუ კი ტრამპმა მოახერხა, რასაც ამბობს, მოახერხა ესევ ამბობ რა, თუ კი შეასრულა, რასაც ამბობს, რომ პარტნიორობის სტრუქტურა თუ კი შექმნა ჩინეთთან პარტნიორობის სტრუქტურა, მე მგონი მაგის შანსი არის, რომ გაიყონ მსოფლიო და ევროპა მისცეს ამერიკას
ანუ დასავლეთი რაში სჭირდება ევროპა ამერიკას? მე მგონი ხა პირიქით ჩინეთმა როგორც ამერიკული ბაზის ალტერნატივა დღეს წავიკითხე რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რაღაც სტრატეგიული ქიმიური თუ ზუსტად მახსოვს ობიექტი ჩინეთმა შეისყიდა რომელიც თავდაცვის სამინისტროს არ გადამიმოწმებია რომ ესე ანუ ჩინეთის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ალტერნატივა რომ ეს ვთქვათ 300 წელია თქვენ ხართ იყოს აი ევროპა ჩინეთი ანუ ევროკავშირ ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაცია საპირწონე თქვათ ამერიკასთან გათვისის. მაშინ ამერიკა სადმედის თავის კონტინენტზე? თავის კონტინენტზე ერთი და ეს გრენლანდია და კანადა ეს არ არის ხუმრობა. ეს ერთი და მეორედ ამერიკა აძლიერებს ეგრეთ წოდებულ აუკუს, ეს არის ჩავთვალოთ ნატო, რომელიც არის უბრალოდ არა ატლანტიკურ ოკეანეში, არამედ წყნარ ოკეანეში, რომელიც არის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და რომლის ბაზები კალევით არის ჩინეთის პერიმეტრზე, ზღვის მხრიდან და ამდენად არაფერში არ აწყობს ევროპაში გაჩერება და თავის ეხლა სხვათა შორის ელოდება ინფორმაცია ამერიკელები აპირებენ ფორსირებულად 20000 ჯარისკაცის გამოყვანას ევროპიდან. ამდენად ესეც განიხილება. კიდევ ერთი შენიშვნა მინდოდა. მაგ გამოყვანის მიზანი გადასროლა იქით. ის ხო არა რომ ევროპა დაწვეს კიდევ უფრო. ნუ არის ერთ-ერთი ვერსია რომ მაგალითად ტრამპი არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ კი მოხდებოდა ევროპასა და რუსეთს შორის ესკალაცია. სხვათა შორის არის ახლა შეიმჩნევა ევროპაში მილიტარიზაცია ეკონომიკის მათ შორის თავდაცვითი ბიუჯეტების გაზრდა ეს ამ ევროპელების სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე რომ რუსეთი მზად იქნება თავდასხმისთვის 5 წელიწადში არა და რუსებს ეს ფობიები აბსოლუტურად გამართლებულია ისტორიიდან. ეხლა იქ ნაპოლეონის ომი გაახსენდა ოთარის და გაახსენდა ჰიტლერი, ხო? ერთი და იგივე მარშრუტით მოძრაობდნენ ორივე შემთხვევაში ნემანი იყო გადალახული და ეს ხო დასავლეთიდან მოდიოდა, ხო? ეს ხო ახსოვთ ამათ. ამდენად თითქოს და აიც ხშირად აი ლევ გუმილოვს აქვს აი ციკლურობის შესახებ, ხო? ისტორიულ კანონზომიერებაზე. თითქოს მანამდე კიდე მე-17 საუკუნეში თუ მე-18 საუკუნეში იყო აი ეს ჩრდილოეთის ომი, რომელშიც ასევე ესე იგი რუსეთი იყო ჩართული და ევროპელები უქმნიდნენ გარკვეულ საფრთხეს. ამდენად ესეც არ არის გამორიცხული და რა არის თქმა მინდოდა, აი როდესაც ოთარი მახსენა ჩიპები. ის რომ საქართველოს ძველი ცივილიზაცია ამას ადასტურებენ ბერძნული მითოლოგია, ხო? აი ოქროს საწმისი რო წაიღეს, ხო? აქ ბევრი აი ოქროს საწმისი დღეს ერთ-ერთი არის ნუ კვანტური კომპიუტერი რომელიც ან არსებობს ან არ არსებობს და მეორე ან პირველი არის ჩიპები რომელსაც აწარმოებს ტაივანი ეს არის 2 ნანომეტრი აი ესე იგი მაყურებელმა რო იცოდეს აი მაგალითად აი ჩვენს ტექნიკაში smartphone-ები, სამრეცხაო მანქანები და ასე შემდეგ იქ არის ჩიპები 12-14 ნანომეტრის 2 ნანომეტრი ეს არის ნუ აი გეომეტრიული პროგრესით ესე იგი იზომება ეფექტიანობა და ამიტომაც სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩინეთისთვის, რომელსაც არც ერთს არ აქვს აი ამ სიზუსტის მქონე. კითხვა ის მონდა სულ რატომ არის ტაივანზე, რატომ არის ევროპაში მაგალითად, რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატებში. იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი წარმოება, პრაქტიკულად ქალაქია და არის უაღრესად ტოქსიკური. ადამიანი რომელიც დასაქმებული არის ამ საწარმოში, როგორც წესი 50 წელზე მეც არ ცხოვრობს. ნუ აი არის ძალიან ტოქსიკურია. ამდენად აი ესეც საკითხავია, ანუ თუ კი ამერიკა მოახერხებს გადმოტანას ამერიკის შეერთებული შტატებში, ვინ იმუშავებს იქ ამ საწარმოში. კარგით, მოდით ახლა მე მინდა დაუბრუნდე აი ამ ვიდეოს, ახლა ვიდეო არ მინდა, მაგრამ აი ეს ჯორჯესკუს აღიარება. რომ მაკრონი ესე იგი აქ სანდუსთან ერთად ბლინკენის მეთაურობით მე ბლინკენი ჩამოშორდა და მაკრონის ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ტრანსფორმაციას ესე იგი ამ ადამიანს ძალიან სასაცილოა, როდესაც მაკრონმა მართლა წარმოიდგინა
საკუთარი თავი რა ნაპოლეონის ემანაციათ რა ესე იგი დადის ძალიან სასაცილო ვიდეო იყო როდესაც ათვალიერებდა თავი ჯარისკაცებს რა ესეთი და ну ამასთან დაკავშირებით რა არის ახლა ნიშანდობლივი არის ის რომ ის წესრიგი რომელიც ამყარებს ევროპა ლიბერალური რომელთანაც არის დაპირისპირებული ტრამპი ამ ევროპაში ჩვენ ხედავთ, ну არც მალავენ ამას, ხო? აი კვეთრად გამოკვეთილ ავტორიტარულ ტენდენციებს. ეს იგივე ჯორჯესკუს გადაყენება, ეს იგივე დევნა მოლდოვაში, იქ დევნა ამ მემარჯვენე პოპულისტებს ეძახიან ლიბერალები მათ, ვინც მათ არ ეთანხმება. ანუ ეს არის უკიდურესად მემარჯვენე პარტიები ჰოლანდიაში, რომელს იგებენ არჩევნებს, მაგრამ ამის შედეგად ვერაფერს ვერ იღებენ. ალტერნატივა გერმანიისთვის უკანასკნელი კვლევების თანახმად უსწრებს ქრისტიან დემოკრატებს 25%-იანი რეიტინგით და ეს დისკუსია კვლავ აქტუალურია რომ შეიძლება აიგზალოს. მოკლედ ჩვენ ხედავთ რომ ევროპა აძლიერებს ლიბერალურ წესრიგს და პრაქტიკულად არ უტოვებს ალტერნატივას არც ერთ პოლიტიკურ რეჟიმში, რომელიც არის გაერთიანებული ლიბერალობა. აი ხო, რაღაც ესეთ ფენომენთან გვაქვს საქმე და ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრით შეძლებს თუ არა ევროპა, ანუ გაგრძელებს თუ არა ამ ავტორიტარულ ტენდენციებს და როგორ გაუმკლავდება მაგალითად მიგრაციის პრობლემებს ან სოციალურ პრობლემებს თუ ეგეთი მოწყვლადია და დავინახეთ რომ სატარიფო ომში ყველაზე მეტად მისი სისუსტე აღმოჩნდა სწორედ ევროკავშირის პოზიციების ხო თქვენი აზრით ესე იგი გაძლიერდება თუ არა ეს ავტორიტარიზმი ევროპაში და რითით ასრულდება ევროპელებისთვის რა ხანაკამდე ევროპული ავტორიტარიზმის თაობაზე დიდი წითელი ხაზით ისტორიაში დარჩება ვენსის სიტყვა. კი ბატონო. დემოკრატიის ღალატი. კი ბატონო. გიტლერის ავტორიტარიზმი შემთხვევით ვახსენე, მაგრამ თლად შემთხვევით შეიძლება არ იყოს. მისმა ავტორიტარიზმმა ინტეგრაცია გამოიწვია მსოფლიო ისეთ განსხვავებულ ძალებში, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ევროპული ლიბერალიზმი, ავტორიტარიზმი, ლიბერალიზმი, შექმნის ასეთივე გაერთიანებებს დღევანდელ მსოფლიოში და ერთ-ერთი ვენსი მაგიტო გავიხსენე, ერთ-ერთი პირველი ფიგურა, სუბიექტი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ვინც ამ ევროპულ ლიბერალიზმს დაარტყავს. უნდა გვავიწყდება, რომ ევროპული ლიბერალიზმი ამავე დროს რიტორიკულ დონეზე ხლა მე იქ ნავთობს ატყიდულობენ სხვა საკითხია, მაგრამ რიტორიკულ დონეზე თან ტრადიციულადაც ებრძვის რუსულ რეალობას. ამ ხრივაც ამერიკული ჩვენი დიალოგი მაგაზეც იყო, ამერიკული და რუსული ინტერესების გადაკვეთაზე შეიძლება ევროპა აღმოჩნდეს ორივეს დარტყმის ქვეშ. და ჩინეთი ხო დაждდება წამოკონტროლებული როგორც თქვენ ვიდეოში იყოს და ქვას თავის მხრიდან მიაყოლებს ასეთ დაპირისპირებას. ისე რომ მე თუმცა ჩინეთი რომელსაც თავისი ავტორიტარიზმი ეყოფა და კონკურენტი ლიბერალური ავტორიტარიზმი სულ არ ჭირდება, გადამდები იქნება მისთვის და სახიფათოც. ისე რომ მინიმუმ აი ეს სამი სუბიექტი, თვითონ ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი უკვე აღმოჩნდება ის ბრიქსი მთლიანად მივაყოლოთ რუსეთს და ჩინეთს უკვე აღმოჩნდებიან ის შემადგენლობა, რომელიც დაპირისპირებული იქნება ევროპულ ლიბერალიზმთან და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპული ლიბერალიზმი გაუძლებს ასეთ ზეწოლას.
და მაინც მე ჩემთვის ახლაც გაუგებარია რატო აიღო დიდმა ბრიტანეთმა ასეთი ანტიამერიკული თუ შეიძლება ითქვას კურსი, მაგრამ კიდე ცალკე თემა, მაგრამ პრინციპში თუ კი პერსპექტივაში ვილაპარაკებთ, მე მგონი ქვეყნების გაერთიანება უკვე ლიბერალური როგორ დაერქვა თავის დროზე ლიბერალიზმი ფაშიზმი ლიბერალიზმის სახით მოვა რეიგანმა რო თქვა და ამას შექმნა მე ლიბერალური ფაშიზმი ჩვენთან როგორც ტერმინი აი ესეთი ავტორიტარიზმი რბილი ვარიანტი რო ვთქვათ ლიბერალური ავტორიტარიზმი მე მგონი მოხდება და ასეთი სამმხრივი რამოდენიმე მხრიდან ცეცხლის ქვეშ და ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფრონტზე განმეორდება ის, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. რეალურად ახლა მართლა გვაქვს მესამე მსოფლიო ომთან საქმე, ოღონდ ეკონომიკური ომია, ხო? და არა უკრაინაც პროქსი ომის მეშვეობით. და სხვადასხვა კონფლიქტების ახლა რას ირანში, აღმოსავლეთში ხდება. აღმოსავლეთში კიდე ხო. დღეს უბრალოდ ვერ მოვასწრეთ, თორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია. კი. აი პარალელური ომებია შეიძლება ითქვას ცეცხლისა და არ დაგვაუწყდეს რომ 70-ზე მეტი კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში. ამჟამად ხო და ამიტომ მე მეეჭვება კონფლიქტების გამო არა უბრალოდ რახა მეორე დიდი ფრონტი ეკონომიკური და პოლიტიკური გაიხსნება მე მეეჭვება რომ დიდი შორეული პერსპექტივა გქონდეს მათ ავტორიტარულ ამბიციებს. კი ბატონო, ასევე შევეცდები რაღაცას ნიუანსის დამატებით სხვა რაკურსით რო დაგვანახო. ანუ ასევე არსებობს უამრავი თეორია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად ეს ეკონომიკური სინამდვილე, რომელშიც დღეს აღმოჩნდა მსოფლიო და მათ შორის ევროპა, ნეგატიურად აისახება ევროპელთა ეკონომიკურ პოტენციალზე. ახლაც ვხედავთ, რომ არის რეცესია, ამ სატარიფო ომების შედეგად განწირულია ისედაც რეცესიის ზონაში იყო მთავარი ლოკომოტივი ევროპული ეკონომიკის გერმანია, იგივე ემუქრება საფრანგეთს და სხვა იტალიას და ასე შემდეგ. მოკლედ თუ კი დავამატებთ იმას, რომ ევროპა იძულებულია გაზარდოს თავისი თავდაცვით ბიუჯეტები, თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ ექსპორტის პოტენციალი მცირდება, რომ მიგრანტების რაოდენობა მატულობს. თუ არ მოიმატებს ხო? სოციალური პროგრამები იგივე მიგრანტებზე მიმართული იმ შემთხვევაში, თუ კი შემცირდება, გამოიწვევს გარკვეულ სოციალურ აღელვებას და ამ შემთხვევაში ევროპა განწირული ავტორიტარიზმზე, ვინაიდან საშუალო კლასი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სეგმენტს კლასს წარმოადგენდა ევროპაში, დრამატულად მცირდება და ბუნებრივია იზრდება მარგინალური ფენების ასოციალური იგივე მიგრანტები, რომელიც აი მულტიკულტურალიზმში, რომელიც დაინგრა და მერკელმა აღიარა ჯერ კიდევ 10 წლის წინ. მოკლედ, ამ ყველაფრის გამოსავალი ობიექტურად არის ავტორიტარიზმი. და მართო ეს პროცესი. ლიბერალური ავტორიტარიზმი თუ აი ეს არის საკვანძო ლიბერალური ავტორიტარიზმი რთული წარმოსადგენია, ვინაიდან ამ პროცესის რეგულაციას, ავტორიტარული რეგულაციას შეუძლია ისტორიულად მხოლოდ ან მემარცხენეებს, ან უკიდურესად მემარჯვენეებს, რისი გამოცდილებას ორივე ქონდა ევროპას. ოტო შენ როგორ მიგაჩნია, სად მიექანება ევროპა? ეგ ტენდენციები შეიძლება ეს უშუალოდ რამდენი 2-3 წლის ამბავი არ იყოს, თუმცა ესე ვთქვათ, რომ რაღაც ქიმერა, ასე ვთქვათ, აჩრდილის სახი დადის, ანუ ამ შემთხვევაში ეს არ არის კომუნიზმის აჩრდილი, არამედ არის უფრო ჩემი აზრით მაინც მემარჯვენე ავტორიტარიზმის აჩრდილი, იმიტომ რომ სავსებით გეთანხმები, როდესაც ვთქვათ ეს ასე ვთქვათ, სოციალური ეს ქონი შეთხელდება, როდესაც ასე ვთქვათ ეს
კონსუმერიზმში ჩაფლული თქვათ ევროპელი საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი თქვათ ვეღარ მოიხმარს ისე როგორც უწინ ხო მას ის შინაგანი მოტივაციები რაც შეიძლება პირობითად სხვა ერებს ჩემი აზრით ქართველებსაც გქონდა რომ რაღაცა თქვათ აი ამ ჩვენი რაღაცა არ უნდა გააკეთო ანუ შინაგანი ის ასე ვთქვათ შინაგანი სამყარო მომხმარებლის იმდენად არის ესე იგი დაწრეტილი ხო რომ ის ავტორიტარიზმზე თუ მას შემოაკლდება თქვათ პირობითად ის რაციონი კვების ან ის ფუფუნების ის დოზები რაღაც დონეზე შეიძლება 5%-იან კლებაზე არ მაგრამ პირობითად 20% თუ დააკლდა ან მეტი ან მარდა თუ ეს კლება ასე ვთქვათ იქნება განგრძობადი ის აუცილებლად ასე ვთქვათ შინაგანი მოტივაციით რომ მე ახლა რაღაცა სიკეთე და რაღაცა ესეთი ეს პრემოდერნული სამწუხაროდ პრემოდერნულობაში რაც დატოვეს ამ ევროპელებმა ამას ვეღარ იზავენ და ავტორიტარიზმისკენ წავლენ. აქ ისე ვთქვათ აი ბატონმა რამაზმა თქვა ეს ლიბერალური ავტორიტარიზმი იქნება თუ თქვათ არალიბერალური. ჩვენ ახლა ისე ვთქვათ პოლიტეკონომის სიღრმეებიდან თუ დავინახავთ ასე ვთქვათ იმ კლასს ასე ვთქვათ იმ ვთქვათ რასაც ვთქვათ ეძახიან გლობალურ ომის პარტიას თუ deep states თუ სხვადასხვა რაღაცას ხო იმ ასე ვთქვათ რამდენიმე ბობოლას ასე ვთქვათ რომელიცაც შეუძლია ანუ რომლისთვისაც როგორც შეიძლება მემარჯვენე ავტორიტარიზმშიც კონდეს თავის საცესი ასევე ამ ლიბერალურ LGBT თემებში ხო ანუ ეს ძალიან მარტივი იქნება რა და ან LGBT ავტორიტარიზმი არა LGBT ავტორიტარიზმში არ ვამბობ არა მე გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ არა ავტორიტარულობაში თუმცა ამ ავტორიტარიზმისკენ რომ მიდიოდა ეს LGBT როცა შეან გაძალებდნენ და ხო და ასე შემდეგ ანუ მე რას ვამბობ საკუთრივ ეს ისე ჩავიდეთ აი მოდერნის სიღრმეებს აი ეს განმანათლებლობის ასე ვთქვათ დიდ და ამ ვთქვათ ამ კაპიტალისტურ ამ ინდუსტრიალიზაციის დიდ მატარებელში იყო რამდენიმე ტიპის მგზავრი ანუ ერთი მგზავრი იყო ის აი პირობითად კანტისეული საპერე აუდე რომ გაბედე აზროვნება აი პირობითად სიმბოლურად თქვათ ახლა არ ვიცი კანტი არ არის ხო არა მანტის დესადია ხო ანუ მოკლედ აქეთ ამხარეს აი რა კოლექტიური ტაკელ კასონ რომელიც ამბობს აი თავისუფალი სიტყვა დემოკრატია რაღაცა ჯორჯესკუს რატო უბლოკავდა ტრამპს რატო კლავდით და რაღაც ანუ ესეთი ტიპის ადამიანი წარმოშობა მაგრამ ასევე წარმოშობა ტიპი რომელსაც აქვს ფინანსური ინტერესები ან პირობითად აი გოფსეკის ტიპის ადამიანი ბალზაკისეოთ ესეთის დაბად ანუ ეს დიდი გრძელი მატარებელი რომელშიც სხვადასხვა ტიპის ადამიანებია და ორივე ამ ფორმაციის შვილია აი ეს არის ამის მრავალფეროვნება და რომელი გაიმარჯვებს და რომელი იმძლავრებს ამ სისტემა შეუძლია ორივე წამოწიოს ეხა აწყობს თქვათ რომ აი პირობითად ტაკერ კასონი და რაღაც ეხა ცხადია დიალექტიკა იქნება მაგრამ ანუ კაპიტალიზმის საოცრება მის მრავალფეროვნებაშია მის ადაპტაბელურობაშია და თავისუფლად შეუძლია მან მოიგოს მემარჯვენე ავტორიტარიზმის ეგიდი როგორც მანამდე ირგებდა თქვათ ლიბერალური რაღაც ამ ფერადოვნების სამოსელს ხო ანუ ეს დასაწყისში მის გენეალოგიაში უნდა ვეძებოთ ხო მისი აი რასაც ხდება და ამაში ჩანს აი მაგალითად იმ მატარებელში აი ეს კანტისეული აი გაბედე აზროვნება რა კაი რამეა ხო ხა ჩვენც გავბედეთ პირობითად ქართულ რეალიაზე რომ გადმოვიტანოთ თქვით რომ რავი არ გვინდა ამ ასე ვთქვათ სამყაროში სადაც ყველას წინააღმდეგია და დაირღვა ეს კანონი და ხო ამ საერთაშორისო ურთიერთობების ლოგიკა რთული იგივე კანტს რომ დავესეს ხო არის იქიდან რომ ვთქვათ სახელმწიფოში ეტყვა აი სახელმწიფო თავისი პოლიცია ჯარი რაღაცა და ამას გადავაბარეთ ზალადობის ის და აქ საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი ზეორგანო ხო გაეროს ასაცილოა ხო რომ გაერო არის ესეთი ვთქვათ არ არსებობს რომელიც ამ დიდ ბიჭებს მოარიგებდა და უწევთ აი ამ ასე ვთქვათ ქუჩური ბიჭობის ასე ვთქვათ ოღონდ გეოპოლიტიკურ მასშტაბში გადმოტანა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ხო აი მაგალითად ეს რო დავინახეთ რომ ჩავხედეთ თქვა მარტო Facebook-ს რო არ უყურებდი და სხვა ალტერნატიული წყაროებია საქართველოს რეალიებზე გაგვიშთა და რომ გავბედეთ აზროვნება და ვთქვით რომ რა ვიცი ავიფეთქეთ თავი ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ ამ 30 წელიწადში ხო და რავი ისწავლე ჭკუა და აღარ მინდა აი გავბედე აზროვნება და მადლობა კანტს რომ გამაბედინა აზროვნება კარგია მაგრამ იმ კანტის გვერდზე ვიღაცა ისეთი ტიპები იჯდა იმ განმანათლებლობის მატარებელში მაგალითად კეთილად ხსენებული მარკიზ დე სადი და კიდე
გოფსეკები, კოლექტიურები და ასე შემდეგ, რომლებიც იმ მატარებელმა დღემდე მოიყვანა და მას თავის ინტერესები იმათაც გაბედეს. არა მარტო აზროვნება სხვათა შორის. ხო, უბრალოდ შეიძლება ასეთი დაგვიდგეს ჩვენს და ევროპას ჩვენ ნაკლებად რა თქმა უნდა, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავრჩებით. მაგრამ აი გოფსეკიც კი ესე იგი რომანტიკოსად მოგეჩვენა პროცესი არის და მისი პერსპექტივა განვითარების არის საკმაოდ საშიში და რა კი საქართველოს ახსენებ და აბსოლუტურად ძალიან კარგად გააჟღერე აი ეს თავარი აზრი გაბედე აზროვნება საქართველოს თითქოს კი არა ნამდვილად ასეა გადაწყვიტა დამოუკიდებელი აზროვნება. ამას სხვათა შორის ეს ფონიც ხელს უწყობს. ანუ დავინახეთ რომ ეს საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. ეს არის ნიღბები. რა საერთაშორისო სამართალზე არის საუბარი კაცი 24 საათის განმავლობაში ყვირის რომ გრენლანდია მინდა, კანადა მინდა, მექსიკა უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ და მთელი მსოფლიო კოცრის უკანაზე და ასე შემდეგ. მაკრონმა აიღო და ესე იგი გაუქმა ლეპენი ამავე დროს ყოფნის თავმხედველობა და უყენებს პრეტენზიებს ერდოღანს იმაში რომ იმან დააპატიმრა იმამოღლუ ამავე დროს ერდოღანი პრეტენზიებს უცხადებს იმას რა ქვია მოლდოვას ნუ ფრთხილს იმასთან დაკავშირებით რომ გაგაუზველი ეს გუცული დაიჭირა ნუ მაგალითად სრული ანარქია სრული ქაოსია, სადაც არანაირი რეგულაცია, არანაირი ნორმა, ფასეულობა, ღირებულება, კანონი არ მუშაობს. საქართველოს უყურა ამას მით უფრო თავის გამოცდილებაც აქვს და აქ მაგ ეს კითხვა. მე ამ დღეების განმავლობაში პირველად დავიწყე 3-4 წლის განმავლობაში ალბათ ქართული არხის ყურება. და უყურებ რას? უყურებ კომისიას, როცა მაგ დრო საგამოძიებო კომისიას. მე რასაც უყურებ, ესე იგი, აი განსაკუთრებით დიამეტრიული შემთხვევაში, ეს იყო შოკი. ეხლა მიუხედავად ვიცოდით, ხო? აი როცა ყბებოდა და ხო, ვცნობ რომ ადამიანი და არა მხოლოდ ქალბატონია, აი გუში ალასანიას, ხო, დღეს ასანიძე. ანუ ყველა ძალიან მოგზალებულად, ძალიან ღირსეულად ყბება ამ თავის ამბებს, რომელიც თავისთვის როგორც ჩანს, უკვე მრავალჯერ აქვს მოყოლილი და ამ დღისთვის ემზადებოდა ეს ხალხი. აი, როდესაც აი ხდება სრული, ნუ ეხლა ილუსტრაცია ძალიან რბილი სიტყვაა, ხო? გაშიშვლება აი ამ ამაზრზენი რეჟიმის. და შენ ხვდები იმასაც, რომ ეს პროცესი ლოგიკურად ადრე თუ გვიან და მე მგონი უკვე წელს თავის დასასრულამდე მივა აუცილებლად. და ჩემი კომპლიმენტი მათ, ვინც ეს კონცეფცია მოიფიქრა, ანუ თუ ვინმეს გონია რომ ნიურნბერგის პროცესი იქნება რაც დიდ დარბაზში და რაღაცა დიდ ყრილობას ჩაატარებენ, აი ეს არის ნიურნბერგის პროცესი, ძალიან მოგზალებულ ფორმატში, სადაც არის თავმჯდომარე, რამდენიმე წევრი და უსმენენ დაზარალებულს. ოღონდ საჯარო, ყველა ხედავს ამას, ყველა უსმენს და რაც მთავარია, აწი არავის არ ექნება არანაირი უფლება, არც ინტელექტუალური, არც მორალური თქვას რომ მე ეს არ ვიცოდი. აი ახლა ხო გეცოდინება? ახალთაობასაც ეცოდინება. ანუ ჩემი მე არ ვიცი ვინ არის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, მართლა არ ვიცი მთავრობაში ან ქართულ ოცნებაში, მოკლედ ეს არის ძალიან ეფექტური, ძალიან ოპტიმალური ფორმატი, რომლის მეშვეობითაც სწორედ რომ ამ სტრატეგიული კომუნიკაციის დამყარება ხდება მოსახლეობასთან. რისი თქმა მინდა, თქვენი აზრით, როგორ დასრულდება პროცესი პოლიტიკური, შიდა პოლიტიკურ პროცესს გულისხმობს საქართველოში? კი მე მაგითი ერთხელ მადლობა ბატონო ამას დათმობისთვის. ხო, ანუ მე ესე მგონია რომ რაღაცეები უნდა ამოიძირყოს. საქართველოს ჩვენ სუვერენიტეტი მოვიპოვეთ. ხო, ამ ბრძოლებში, ამ ტკივილი ამ ბრძოლებში ჩვენ მოვიპოვეთ და ამას რაღაცეებს სჭირდება გამყარება, ხო?
რაღაცა ეს კომისია რასაც გვანახე ეს ჩვენ ხო ვიცოდით 2012 წელს მანამდეც ვიცოდით მე ხა მაშინ ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავ მაგრამ ხა ხო აკვირდები რა ხდებოდა როგორ ხდებოდა განვითარების ლოგიკა უბრალოდ აი ესე ამ ევროპელების და მათი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მეგობრების ცინიზმი იმაში ჩანს რომ ძალიან ওই სამი წინადადებით ბოლო 12 წლის თუ 13 წლის საქართველოს ისტორია გაიმარჯვა ოცნებამ თავს მოახვეს კოჰაბიტაცია რომ დაევიწყებინათ ის სისხლიანი 9 წელი და მე დაიწყოთ მობრუნება ამ კოლექტიური სისხლიანი პოლიტიკური აქტორების როდის დაიწყო 2019 წლიდან ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამიდან პარლამენტზე შტურმის ღამიდან მე იყო ოპერაცია არჩევნები გაყავდა 20-ში მე იყო 21-ში მიშა არაჟნით ჩამოვიდა არაჟნის კონტეინერით ჩამოვიდა მე დაიწყო ომი და ომი რო დაიწყება მიშა აქ უნდა ყოფილიყო რომ მე ომში ჩავერთოთ 2022-ში იყო აბა ომში ჩაერთეთ და გაგრძელდა და ასე შემდეგ და ნუ მე ამისი ექოები მოყვა. ანუ ეს არის მთელი ისტორია. ანუ ის რო გიყურებ შენ, ანუ მე ხარ კანტი და ისინი, იმიტომაც ვახსენე რომ ჩვენგან დასავლეთი არ გვიყვარს და არ ვიცით ისტორია, მაგრამ ვიცით რომ იქ სიჭრელეა, იქ ვიღაცა არის ნეოკოლონიალისტი, რომელიც როგორც ასე ვთქვათ ზვარაკს ისე გიყურებს, როგორც რომელიც უნდა გეოპოლიტიკურ სამსხვერპლოზე უნდა დაიკლას. შენ კი არა, როგორც ადამიანს კი არ გიყურებს, ისეთია, მაგრამ არის რა თქმა უნდა ისეთია, იგივე კანტი აიღე და კიდე კინო აიღე და რაღაც დიდი მართლა ჰუმანისტური კულტურის ის არის და ჩვენ ხა ვიღაცა რო გვეტყვის, რომ ჩვენ ხა უშუალოდ აქ მსხდომებს და კიდე ბევრ ჩვენს კოლეგას, ხო? რომელსაც ეტყვის, რომ შენ რაღაც დასავლეთი და კარგით ახლა თქვენ დასავლეთ, ანუ ის ფაქტი, რომ ვიღაცები ევროკავშირს აიგივებენ ევროპასთან, ეს არის ბეცე ძალიან რბილად რომ თქვა და ერთ მოკლედ ვიტყვი ერთი რაც ჩემი აზრით უნდა დამთავრდეს ეს არის რუსეთუმეობის იარლიღი ქართულ საჯარო სივრცეში მკვიდრდება საოცარი ტერმინი ეს არის რუსოფრენია რუსოფრენია გულისხმობს რას რომ რუსოფობის უკიდურესი ხარჯი. ანუ რუსოფრენია ნიშნავს როგორც შიზოფრენიული მოვლენა რუსეთთან მიმართებაში რომ რუსეთს აქვს ასე ვთქვათ რუსეთი მართავს ყველაფერს, რომ იქ ტრამპს სვავს, აქ ყველაფერს აკონტროლებს, იქ აკონტროლებს, მაგრამ თან ჟანგიანი ტანკი ყავს. ეს შიზოფრენიული მომენტი, მაგრამ მე ვხედავ რომ ამას აქვს კიდევ ერთი ფსიქოანალიტიკური მომენტი, რაც ჩვენ შემთხვევაში არის. და ეს რა არის? დააკვირდით ყველა ის უმრავლესობა იმ აქტორების ახლა ყველაზე არ ვიტყვი, უმრავლესობა ის აქტორების რომელიც სხვას ეძახის რუსეთუმეს აქვს სიღრმისეული კავშირები რუსეთთან. მოდი პიროვნებებს არ ჩამოთვლით, თქვენი მაყურებელი არის პოლიტიკაში გათვითცნობიერებული. მე ვარ რუსული კულტურის ადამიანი. მე ვარ რუსული ბანი და ვამაყობ ამით. კიდევ ვიღაცები ვინც უვარდება ადამიანს რუსი ცოლი ყავს. ვიღაცები ვინც ამ აქციების ორგანიზატორ რუსეთთან ვაჭრობს. ვიღაცები რუსეთში მღერის ომის მერე უშუალოდ და ეხა გამოდის უკრაინის დამცველად. იღებენ პენსიას. საერთოდ იმას წაგებული ომის მერე დგები, ხო ვითომ რუსეთთან მებრძოლი და სააკაშვილს გულისხმობს ხადი ამ შემთხვევაში და რუსებს ურტყავ იმ საშვებს თუ რაღაც ხვდები და აბა გვიყვარხარ რუსო ტურისტო და რაღაცა. ანუ ეს კოლექტიური და რატო ხდება? მე ყოველთვის აი მოგნდებოდი რომ აი რა ხდება ეს ჩემი ესეთი ძალიან მოგძალებული დაკვირვებით ეს არის ფსიქოანალიტიკური მექანიზმი რასაც ქვია შენი ბრალეულობის სხვაზე პროექცირება. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობის არარუსეთუმე უმრავლესობა რომელსაც რა ვიცი პრაგმატული ურთიერთობა მათ შორის რუსეთთანაც გვინდა სხვასთანაც ჩვენ ვართ განტევების ვაცები. აი ამ ადამიანებისთვის, რატომ? იმიტომ რომ მათ ერთის მხრივ ევროპა არის მათთვის პრესტიჟი, მაგრამ ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე ისინი რუსეთთან უწევდათ, ხო, ურთიერთობა, ვიღაცა იქ გაიზარდა, იქ დავაშკაცდა, იქ მღეროდა, იქ ფული იქ იყო საბჭოთა კავშირებიდან გამომდინარე იქ იყო ის ქართველის გასავალი, ხო, ქართველის ნიჭის ამ სიმღერის და რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც მათ შორის რუსებს აქვს დასავლეთის მიმართ, ამაზეც მოქმედებს და აი ამ დანაშაულის გზნობას ეს არის მათი არაცნობიერის ამოძახილი, რასაც ცდილობენ დააპროექციონ, ჩვენზე გადმოიტანონ. ანუ ჩვენთვის საქართველოს უმრავლესობა არის ამ ლიბერალური სინამდვილეში რუსები, ხო, ანუ განტევების ვაცის, რომელზეც უნდა დააპროექცირდეს თავისი დანაშაულის გზნობა. და მე ჩემი აზრით მგონია რომ კომისიის ასე ვთქვათ ლოგიკური დასასრული აი ამ პოლიტიკურ სიმახინჯეს, რასაც ქვია ყველასთვის რუსეთუმის დაბრალება, ჩემი აზრით ასე ვთქვათ ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს რომელიც ჩემი აზრით საბოლოოდ უნდა შეიძლება აღმოჩნდეს რა. ხო, მე აქ გავამდიდრებ კითხვას დეტალებით, ანუ ვარაუდით. თუკი ძალიან პოლიტკორექტულობის
ესეც პირობითობა და ესეც უკვე ის არის ყალბია. პირდაპირ კითხავს ბატონ რამას. თუ როგორ დაგეწყოროთ ტრამპი მოვიდა ლიბერალურ დასავლეთს თუ კი შეუძლია აკრძალოს პოლიტიკური ფიგურები, პოლიტიკური პარტიები, რატომ არ შეიძლება აიგზავნოს პოლიტიკური პარტიები? თანაც ხედავთ რომ ის არაადამიანურ ბუნებას, აი ნახეთ გენეზისიც და განვითარებაც. ეხლა დუთარობა კიზის ამბავი, ეს არის 2005 წელი. კი. ეს იქ პირველად გამოჩნდა რომ არსებობს სისტემა, რომელიც სიცრუეზე, სიყალბეზე დგას და იყენებს ძალადობას საკუთარი ძალაუფლების და ღურის და არაფერი არ აჩერებს ამ სისტემას. რატომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში აიგზავნოს პოლიტიკური პარტიები შესაბამისი ამ წევრებს აეგზავნოს პოლიტიკური მოღვაწეობა სამუდამოდ და კიდევ უფრო შორს წავალ, რატომ არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს წაეთვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ესეთი ფაშისტური, ნახევრად ფაშისტური წინადადებები იდეები შემოდიხარ. კითხვებით შო. ერთ-ერთი ფუნქცია მე მგონი ამ კომისიის ამ საშინელი ემოციური თვალსაზრისით კომისიის ფუნქცია სწორედ ეგ არის, რომ მივიდეს მაგ კონდიციამდე, რადგან უკვე ნიშნებიც გამოჩნდა დასავლეთი, რაზეც მოიბოდიში, ისინი ბოდიშს არ იხდიან. დასავლეთი აი ოპოზიციის დევნა შეიძლება? ანუ ოპოზიცია შესაძლებელია. კუბილიუსი და კალასი და მოკლედ. და თუ დავაკვირდებით, შევატყობთ, რომ კუბილიუსები და კალასები ცდილობენ, რომ წამყვანი როლი ითამაშონ ახლა. და აქვთ ეს პოზიციები ევროკავშირში. კუბილიუსად, კალასას და დომბროვსკის ამივე მინისტრის პორტფელია. თანამდებობრივად კი. და ეგიც ევროპის გენიოსობას მიუთითებს, რომ რატო ევროპის გენიოსობას, იმიტომ რომ თან იძახი რომ ეს პუტინი რასაშიელია და რაღაცა და რა პუტინი ისე გამოუშვებდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, რომ იქ თავისი კვალი არ დაეტოვებინა. მაგრამ მე მინდა იმ პრობლემას რო რატო ხდება? რომ აი ასეთი რუსული კვალი ჩანს ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში. ეს დღეს არ ხდება. ბებრები ვართო, რო ვიძახით, ვართ ბებრები. ოღონდ გარდა იმისა, რომ ასაკი მოგდებს დრო ამ ასაკის გამო ბევრი გქონდა საიმისოდ, რომ ერთ და იგივე კითხვას, რაც თქვენ ძალიან დიდხანს ვეწვალებინეთ და კითხა რომ დიდხანს გაწვალებს, იქ უფრო მეტად პოულობ რაღაცას, რომელიც ლოგიკურს გახდეს მთელ სისტემას. სიმართლის კრიტერიუმი ხო ეგაა, რომ ლოგიკური უნდა გახდეს, ხო, რა ხდება. ასეთი ლოგიკური სისტემა გახდა ჩემს მაგალითად მას მე რაც გამახსენდა, რომ მეშას ბიძა კგბ-ს თანამდებობის პირი იყო, რომ ჯერ კიდევ მაშინ როცა იყო ამერიკაში გაეროს სტრუქტურაში შეხვდა ქართულ დეპუტატებს და იქ სუფრა რო გაუშალა, კითხა რომ აი მიშა რო პრეზიდენტი გახდეს, რას იფიქრობ, რა აზრის ხართო და ყვები ჩამოვარდა და მოთ, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი შუაში არ იყო, მაგრამ ეს დიდი ხანია მზადდებოდა და მომზადებაში ღებულობდა მონაწილეობას ბიძამისი, რომელიც მერე მთავრობაში დაწიჟდა. ისე რომ ის შემთხვევითობა თითქოს იყო ვიღაცის პენსია, ვიღაცის, მაგრამ აგერ ნომერ პირველ ფიგურასთან ის იყო რუსული გავლენა. აუ ბენდუკიძეებზე და ვაშაძეებზე აღარ ვლაპარაკობ. და არც იმაზე ვლაპარაკობ, რომ ვარდების რევოლუციაში მონაწილე ამერიკული მხარე და რუსული მხარე ერთნაირად იყო.
ისე რომ ჩვენ აღმოჩნდით და ეხლა deep state ორი deep state-ის გადაკვეთის წერტილი აღმოჩნდით. ამერიკულისა და რუსულის. ივანოვის ჩამოსვლაც არ იყო. ამას ადასტურებს სხვათაშორის ირაკლი ბათიაშვილის ენიგმა მაგ წაკითხული ის თვითონ მაჩუკა ის ციგნი და იქ ესე იგი იხსენებს რას რომ ვარდების რევოლუციის დროს საქართველოში აქტიურად მოქმედებდა ამერიკული სადაზვერვო ერთ-ერთი ტაქტიკური ჯგუფი და მათ შორის FSB-ს ჯგუფი, რომელიც აქ იყო განლაგებული, ყველა მიცოდა და ასე შემდეგ. ეს ადასტურებს ამ. და ერთმანეთს არ ერჩოდნენ თანამშრომლობა. თან მაშინ თაფლობის თვე ქონდათ რუსეთს და ამერიკას. და მე დიდი ეჭვმა გროს სულ აქვთ მაგალ თაფლობის თვე. და უკრაინის ომიც მაგათი თაფლობისთვის ერთ-ერთი პროდუქტია. ეს შორს წარგვიყვანს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, იმას გეოპოლიტიკიდან ამოვიღებთ, ის გეოპოლიტიკური გავლენის ქვეშ მიმდინარე, ამ შემთხვევაში რუსული გავლენის ქვეშ მიმდინარე პროცესებია და აქედან ხდება ჩემთვის უკვე ლოგიკურად გასაგები იქ პენსიები მოქალაქეობა რუსეთის პენსიები რუსეთთან და ისიც გასაგები რომ ესენი იბრძვიან ევროპის ძახილით იმისთვის რაც უნდა რუსეთს ევროპის ძახილით მათ უნდათ რომ აქ რევოლუცია მოხდეს და აყირავდეს ხო და თუ აყირავდება რუსეთს აწყობს იმიტომ რომ ჩინეთი ვერ გამოივლის ისე რომ რეალურად ის ინტერესია, თორე ამერიკული ინტერესი შეიძლება არ იყოს. ჯერჯერობით ასე მიდის. მაგრამ შეიძლება კიდე გავაგრძელოთ მე მომავალში ეს თემა, ყველაფერს ერთ შეხვედრაში ხო არ ვიტყვით. მე იმის ეჭვიც მაქვს, რომ შეიძლება ქართული ოპოზიცია არც ისე კრიტიკულად შესაძლებელია, როგორც შევეჩვიეთ. პოლიტიკურ ბრძოლაში ერთმანეთს კი კრიტიკულად აფასებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქართული ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს. რეალურად ხელისუფლებისთვის არ იბრძვის, რევოლუციისთვის არ იბრძვის. ასე რომ თავისთავად საერთოდ ეთქვა თქვენი მოშაზრებები ია ფარულოვას მოშაზრებს, ბატონო რამას. ისიც ამბობს რომ არ იბრძვიანო? ნუ პრაქტიკულად კი. ხო, არა? საინტერესო. ნახე, ქართული ტელევიზიების ყურება. არა, ეს სოციალში შეხვდა. მე იაფაროვას მეტამორფოზი შევამჩნია სხვათაშორის მის ბოლო გამოსვლებში, ჩემ და სამარცხვინო. მაინც ქართულ პოლიტოლოგსაც კი მოსწონს ლამაზი ქალი. ხო და ამიტომ მე ჩვენება რომ პრინციპში ადვილად მოიძებნება მე ძალიან რადიკალური არ არის რაც ახლა რადიკალურია რუსთაველის პროსპექტი იქ არც პარტიული არ არის არაფერი აღა პოლიტიკაც არ არის უკვე შემთხვევით პროცესებია როგორ მოიძებნება მათი გასაღები ეგ კიდე ცალკე საკითხია მაგრამ მე ჩვენება რომ მაინც მომზადდება ის პროცესი, რომლისთვისაც უპრიანი იქნება მერე გადატანა ამ სიბრტყეში, რომ აიგრძალოს. იქამდე დასუსტდება ჩვენ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ კიდე ერთი პროცესი სისტემის ტრანსფორმაციაზე მაქვს საუბარი, პოლიტიკურზე და პარტიულზე. მეგონი მოხდება ეს, იმიტომ რომ მაგრამ ამასობაში შეიძლება ახსრულდეს ივანიშვილის დაპირება, რომ გაჩნდეს ახალი ოპოზიციური. ეს ძალიან საინტერესოა. უბრალოდ დღეს თქვენი თქმის არ იყოს ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ. ამაზეც ძალიან მადლობელი ვარ, ვინაიდან ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მადლობთ თქვენი იდეებისთვის, თქვენი შეფასებებისთვის და ანალიზისთვის. ბატონებო, მაყურებელს კი დავემშვიდობები, მომავალ პარასკევამდე ყველაფერი იქნება კარგად და კარგად ბრძანდებოდეთ.